პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. უპირობო შეხვედრის მოლოდინი ქვეყანაში საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ხვალთ 11 მაისს 14 საათზე მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიცია ერთმანეთს ხვდებიან. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში შედგება. რატომ მაინც და მაინც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა? ამ შეკითხვაზე პასუხს დღევანდელ გადაცემაში იმედია მივიღებთ. ხელისუფლება და ოპოზიცია ხვალინდელი შეხვედრის მოლოდინსა და სავარაუდო შედეგებზე რამდენიმე წუთში ისაუბრებს. სააკაშვილთან შეხვედრაზე არ მიდის ნინო ბურჯანაძე, რატომ პარლამენტის ექს-სპიკერი უკვე ჩვენ სტუდიაშია და თავად გავცემს პასუხს. სალომე ზურაბიშვილმა დღეს მიტინგს მიმართა და განაცხადა, რომ სააკაშვილს დღეს აქვს ისტორიული არჩევანი, ან გადგეს გვერდზე და კარები გაუღოს ახალ საქართველოს, ან ისტორიაში შევიდეს ისეთი, როგორცაც აქამდე ვიცნობდითო. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას? პრეზიდენტმა იცის, რომ ოპოზიცია ერთადერთი მოთხოვნით შედის. წავიდეს სააკაშვილი. პრეზიდენტის გუნდის სახელი დღევანდელ გადაცემაში პასუხებს მიხეილ მაჭავარიანისგან მოვისმენთ. ირაკლი ალასანია, ლევან გაჩეჩილაძე, სალომე ზურაბიშვილი და კახა შარტავა. ესაა ის ოთხეული, რომელიც ხვალ პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება. ხვალვე მიხეილ სააკაშვილი ოდნავ მოგვიანებით საპარლამენტო ოპოზიციას ხვდება. მოდით ერთად გავაანალიზოთ დღეს პოლიტიკურ კვირაში უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური კვირა. ყველაზე დაძაბული და ყველაზე მძიმე კვირა 9 აპრილიდან დღემდე მიტინგები, მუხროვანი დაპირისპირება პოლიციის სამმართველოსთან და შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საპროტესტო გამოსვლებიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა. ჩვენ მოვდივართ ახალგაზრდებში იმპიჩმენტის დასახსნელად. საქართველოში სააკაშვილის რეპრესიული მანქანა ერთხელ და სამუდამოდ თუ არ დამთავრდება მშვიდობიანად, დამთავრდება ძალით და შეჯახებებით. დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს აპრილის პოლიტიკურ ბრძოლას, ვინ დარჩება გამარჯვებული. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ ის არ იცავს თავის ქვეყანას, ხალხი აღუდგება მას წინ და ხალხი დაიცავს ქვეყანას. ხელისუფლებიდან ოპოზიციის ლიდერობამდე ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური კვირა სამწუხაროდ მეორე მხარის ხედვა იყო განსხვავებული და მათი შეფასებით დღევანდელი შეხვედრა იყო არა დიალოგის დასაწყისი. პრეზიდენტს არანაირი დიალოგი არ უნდა, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. შეხვედრების თემას ის იყენებს მხოლოდ და მხოლოდ პიარისთვის. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი ორივე მხრის მიერ, ესეთი შეხვედრა შედგა. ველოდებით შემდეგ ნაბიჯებს. რა გამოიტანა შეტანილი მოთხოვნებიდან ოპოზიციამ დავით ბაქრაძისგან შეხვედრა შეხვედრისთვის თუ შეხვედრა შედეგისთვის თინა ხიდაშელის პოლიტიკური კვირა. სააკაშვილს ზოლანამ პირდაპირ მოსთხოვა, რომ დაიწყე ოპოზიციასთან საუბარი და ხელისუფლების დათმობა. სააკაშვილმა უპასუხა, რომ კიო, მაგრამ მათ ამის სურვილი არ აქვს. აჰა სურვილი. მოთხოვნები არ იცვლება, ოპოზიციის პირველი პირები უპირობოდ უნდა შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს და სააკაშვილი უნდა წავიდეს. ხელისუფლების პასუხი ოპოზიციას მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკურ კვირაში უპირობო შეხვედრის მოლოდინი საქართველოში.
მაშინ ესე დავიწყოთ სრულიად საქართველოს ხვალ იმ შეხვედრის მოლოდინშია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში დღის 2 საათზე მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციას შორის შედგება. ხვალ იწყება ახალი ეტაპი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სააკაშვილს მოუხდა სერიოზული უკანდახევა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ გვაქვს უპირატესობა და ამ უპირატესობას გავაფორმებთ ხვალ. ეს განცხადება დავით ბერძენიშვილმა გააკეთა დღეს მიტინგზე. მისი გუნდის სახელით დღევანდელ გადაცემაში თინა ხიდაშელი ისაუბრებს. მანამდე კი მოდით ერთად მოусმინოთ ნინო ბურჯანაძეს, რა იმედით აცხადებს ოპოზიცია, რომ ხვალიდან ახალი ეტაპი იწყება. ვის დარჩება? გამარჯობა ნინო ბურჯანაძე უკვე სტუდიაშია, მე მას მივესალმები. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. მაშასე იმის მიუხედავად, რომ კონკრეტულად თუნდაც ნინო ბურჯანაძე და არა მარტო ნინო ბურჯანაძე, ძალიან ბევრი ადამიანი აცხადებდა, რომ შეხვედრა პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის არ შედგებოდა. დღეს გახდა ცნობილი, რომ ხვალ გაიმართება ეს შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში. მე მაინტერესებს თქვენ ხართ ჩემი პირველი სტუმარი, ვისაც ამ შეკითხვას უსვამ, რას ელით ამ შეხვედრისგან? რატომ არ მიდის ნინო ბურჯანაძე? 4-ეულში თქვენ არ მოხდით, ეს იყო თქვენი არჩევანი, თუ თქვა სააკაშვილისგან წამოსული შესაძლებელია რაღაცნაირი პირობა, ვინ უნდა მისულიყო მასთან? არა, არანაირი პირობა სააკაშვილისგან არ წამოსულა ამასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი. მას საერთოდ ჰქონდა სურვილი, რომ ერთ ან ორ ადამიანს შეხვედროდა ეს ვიცი, მაგრამ ჩვენი მხრიდან არავინ არ მიცემდა სააკაშვილს იმის უფლებას, რომ რაიმე ტიპის წინაპირობები დაეყენებინა ჩვენთვის. ჩვენ ვიღებდით გადაწყვეტილებას, რამდენი ადამიანი უნდა შეხვედროდა პრეზიდენტს, ჯერ კიდევ პრეზიდენტს და ვინ იქნებოდა ეს 4 ადამიანი. ჩვენ მივიღეთ საერთო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ წასულიყო ჯგუფის სახელით სასაუბროთ სწორედ ის 4 პიროვნება, ის 4 პოლიტიკოსი, ლიდერი, რომელიც არის შერჩეული და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სრულიად ნორმალური, კარგი და სწორი გადაწყვეტილება. ნინო ბურჯანაძეს თავად არ ქონია სურვილი, რომ იგი წარმოადგენდეს ოპოზიციას ხვალინდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტთან. ეს იქნებოდა ალბათ ძალიან საინტერესო. ოპოზიციას მე წარმოვადგენ, მაგრამ არანაირი აუცილებლობა არ იყო ჩემი ყოფნის ხვალინდელ შეხვედრაზე, იმიტომ რომ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება არა იმ მაგიდასთან, სადაც ეს შეხვედრა შედგება, გადაწყვეტილებების მიღება მოხდება ოპოზიციის მხრიდან იმ საერთო მაგიდის ირგვლივ, სადაც არის ამ 4 ლიდერის გარდა სხვა დანარჩენი ლიდერებიც წარმოდგენილი. მითხარით გულწრფელად, გჯერათ რომ ხვალ ოპოზიცია გამოვა რაიმე შედეგი? არა, არ მჯერა, ნამდვილად ეს შეხვედრისთვის, შეხვედრა იმიტომ რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაანახონ, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც, რომ სულაც ძალიანაც ცივილურები ვართ და ვხვდებით ერთმანეთს, თუ ელოდებით რომ რაიმე შედეგი დასრულდება ეს შეხვედრა? მე არანაირ შედეგს ამ შეხვედრიდან არ ველოდები, თუმცა არაერთხელ მithქვამს, რომ მე მოხარული ვიქნები თუ ვცდები და სააკაშვილს, ასე ვთქვათ, რაღაც უცნაური გარდაქმნა დაემართა და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას ქვეყნისათვის და გადადგება, მაგრამ ვინაიდან არიან ადამიანები საზოგადოებაშიც და ოპოზიციაშიც, რომელთაც აქვთ ჯერ კიდევ იმის რწმენა, რომ შეიძლება რაღაც ამ დიალოგის შედეგად პოზიტიური მოხდეს, ანუ მიღწეული იქნას შედეგი სააკაშვილის გადადგომა მაქვს მხედველობაში, ბუნებრივია ეს რესურსიც ამოწურული უნდა იყოს და უნდა ერთხელ კიდე ვცადოთ დალაპარაკება მაგიდასთან. რაც შეეხება სურვილს სააკაშვილისას, მე დაბეჯითებით ვიცი, რომ მას არანაირი სურვილი ამ შეხვედრისა არ ჰქონდა. უბრალოდ ის 2 კვირის განმავლობაში თავს არიდებდა ყველანაირად შეხვედრას ოპოზიციასთან და მთელი ეს 2 კვირიანი ძახილი მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ გააკეთა განაცხადი, რომ მზადა ვართ სააკაშვილთან სასაუბროთ, იყო პიარი მხოლოდ და მხოლოდ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სააკაშვილის მხრიდან, რომ ის მზად არის შესახვედრად, მაგრამ ოპოზიცია არ ხდება. დიახ, მას შემდეგ, რაც ის სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდა და მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. გარწმუნებთ, დღეს დილამდე მას არავითარი სურვილი არ ჰქონდა ოპოზიციის 4 ლიდერს შეხვედროდა, ყველანაირად ცდილობდა ეს შეხვედრა თავიდან აეცილებინა, მაგრამ ეს შეხვედრა შედგა. ასევე მისი სურვილის და მიუხედავად ძალიან ბევრი რამ სხვაც მოხდება ამ ქვეყანაში, იმიტომ თუნდაც მისი გადადგომა. ქალბატონო ნინო, როგორ წარმოგიდგენიათ ხვალინდელი შეხვედრისთვის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც იცის თქვენი ერთადერთი მოთხოვნა, ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა, რომ იგი უნდა წავიდეს. იქ არ იქნება აღჭურვილი, ვთქვათ, კონტრარგუმენტებით და მოახერხებს თუ არა იგი, რომ ოპოზიცია რაღაცნაირად კომპრომისზე წამოიყვანოს და შესაძლებელია უცბად ოპოზიცია გამოვიდეს და თქვას, რომ რაღაც კომპრომისი იქნა მიღწეული, მაგრამ ეს არ ითვალისწინებს დღესვე სააკაშვილის წასვლას, მაგალითად კოალიციური მთავრობა, ვთქვათ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რატომ გეღიმებათ? საკონსტიტუციო ცვლილებები ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. ინგა, ლაპარაკი აქ იმაზეა, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი.
ერთი თვეა უკვე საქართველოში მიმდინარეობს აქციები, რომლის მსგავსიც ამ ქვეყანაში არასოდეს არ ყოფილა. ეს უნდა მოეხერხებინა ამ ხელისუფლებას, რომ ისე გაემწერა. ძალიან მრავალრიცხოვანი აქციები თქვენ მაშინ პარლამენტის ერთი წამით მე ძალიან კარგად მახსოვს, როდის რა ვიყავი ქალბატონო ინგა და როდის ad ვიყავი, შარშან იყო აქციები, მაგრამ შარშან არ ყოფილა ერთთვიანი აქციები, სადაც ყოველ დღე მინიმუმ 15,000 კაცი იდგა პარლამენტის წინ. ასეთი მრავალრიცხოვანი, ასეთი პერმანენტული, ასეთი ხანგრძლივი აქციები საქართველოში არ ყოფილა, როგორც ამბობენ ეროვნული მოძრაობის დროსაც კი. ეს არის უპრეცედენტო აქციები, დაწყებული 9 აპრილიდან, როდესაც 100,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა რუსთაველის გამზირზე და გაგრძელებული სხვა დღეებით, როდესაც იყო ხოლმე შემთხვევები, როცა 50-60,000 კაცი იყო ქუჩაში, როგორც ეს მაგალითად გუშინ იყო, როგორც გუშინ წინ იყო ეს წვიმაში და მართლა თავსხმა წვიმაში, როდესაც უამრავი ადამიანი იყო რუსთაველზე, როდესაც დღე და ღამე პრაქტიკულად ადამიანები ქუჩაში არიან და ელოდებიან პრეზიდენტის გადადგომას. აქ ლაპარაკი არის ერთ რამეზე. პრეზიდენტმა უნდა აღიაროს ის, რომ ქვეყანაში არის კრიზისი და კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის პრეზიდენტის გადადგომა. მე მეღიმება, როცა თქვენ საუბრობთ კოალიციურ მთავრობაზე, ან რაიმე ტიპის არგუმენტებზე, რა არგუმენტი უნდა თქვა სააკაშვილმა. სხვათა შორის ძალიან საინტერესო მოსასმენია მართლა. ოპოზიცია მიდის კონკრეტული არგუმენტებით, რატომ უნდა გადადგეს სააკაშვილი? რა გადაწყვეტეთ ქალბატონ ნინო, დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, დღეს ძალიან ძნელია, რასაკვირველია სურათის დახატვა, მაგრამ რა წინადადებას დადებს ოპოზიცია, მათი წარმომადგენლობა? ოპოზიციას არაერთხელ უთქვამს ამის თაობაზე და სააკაშვილის მიმართ არის კონკრეტული ბრალდებები. როდესაც სააკაშვილი ქვეყანას პირდებოდა იმას, რომ ის გაერთიანებდა ქვეყანას და ის ააშენებდა დემოკრატიულ სახელმწიფოს და დღეს როდესაც აცხადებს, რომ თურმე მისი მთავარი ოცნება ცხოვრებაში ყოფილა ის, რომ ყველა სოფელში ყოფილიყო მიყვანილი გაზი და გზა. თქმა უნდა, გაზი და გზა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ საქართველოში ადამიანები წლების განმავლობაში უშუქობას, უპურობას, უფულობას და გაჭირვებას არ იტანდნენ იმისთვის, რომ გაზი და გზა მისულიყო სოფლებამდე. იტანდნენ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო ნორმალური, ეს ქვეყანა ყოფილიყო ერთიანი, ეს ქვეყანა ყოფილიყო დემოკრატიული. სააკაშვილმა დაანგრია ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და სააკაშვილმა ქვეყანას უახლოესი პერსპექტივა მოუსპო გაერთიანების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. მე მაინტერესებს რა არგუმენტები შეიძლება თქვა სააკაშვილმა ამის საწინააღმდეგოდ? რა შეიძლება სააკაშვილმა თქვას? რა თქმა უნდა, რა შეიძლება სააკაშვილმა დაუპირისპიროს იმ ფაქტებს, რომელიც არის ათეულობით, ასეულობით, რა შეიძლება დაუპირისპიროს სააკაშვილმა იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, როდესაც შეიძლება პოლიციელმა მხოლოდ იმისათვის, რომ 14 წლის ბიჭი იძახის გაუმარჯოს საქართველოს მიტინგიდან მომავალი. მე იცით თქვენ ამ ფაქტის შესახებ, მოლაშვილის ბავშვი მყავს მემხედველობაში, სასტიკად ცემოს და ჩაუმტრიოს ლავიწის ძვლები და ტვინის შერყევამდე მიიყვანოს ბავშვი, მხოლოდ საქართველოს გაუმარჯოსთვის ზახილით. ასეთი რამ არ მომხდარა არ წინა პრეზიდენტის დროს და არც კომუნისტების როდესაც საუბრობთ სულხან მოლაშვილის შვილზე. სხვათა შორის ერთ-ერთმა ტელევიზიამ გადასცა, რომ მცირედი ესე ვთქვათ დაზიანებები აღენიშნება ბავშვს, რაც ასევე აღმაშფოთებელია. მე დაუბრუნდები იმ თემას, ინგა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სამწუხაროდ სხვათა შორის პირველმა არხმა გადასცა, რომ ოპოზიციამ შეცვალა მოთხოვნები და ესე ძალიან სერიოზული თემაა, იმიტომ რომ თითქოს ოპოზიციამ შეცვალა მოთხოვნები და ეხლა არ მიდის გადადგომის მოთხოვნით, არამედ მიდის რაღაც სხვა მოთხოვნებით. გუშინ არანაირი ასეთი ინფორმაცია მე მაქვს ეს ინფორმაცია, მე გუშინ გამოვაცხადე კიდეც ეს, იყო ესეთი განცხადება გაკეთებული, ეს არ არის სწორი, ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა არის პრეზიდენტის გადადგომა, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, იმიტომ რომ პრეზიდენტი წარმოადგენს ამ ქვეყანაში სტაბილურობისათვის საფრთხეს. პრეზიდენტმა ძალიან ბევრჯერ გვაჩვენა ის, როგორ ეთამაშება ცეცხლს, ეს იყო განმუხურის დროს, ეს იყო პერევის დროს, ეს იყო აგვისტოს ომის დროს, ეს იყო თუნდაც ეხლა, როდესაც მუხროვანში მოხდა ბჭყალებში თითქოს ის, რაც მოხდა, ეს იყო გუშინ წინ, როდესაც პოლიციის შენობასთან. ეს იყო ბჭყალებში სპექტაკლი, ეს იყო ნამდვილად სპექტაკლი და ასევე ეთამაშებოდა პრეზიდენტი ცეცხლს და ხელისუფლება ცეცხლს პოლიციის შენობასთან, როდესაც პოლიციის მხრიდან იყო აბსოლუტური მცდელობა იმისა, რომ პროვოცირება მომხდარიყო ხალხის, როდესაც ადამიანები იქ საპროტესტოდ იყვნენ მისული და პოლიციის სპეცრაზმი იმისათვის, რომ ეს ადამიანები პროვოკაციაზე გამოეწვიათ, მიშას იძახდა. ეს არ ხდება არც ერთ ქვეყანაში. მე მაქვს მას გაუშვებ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ამასაც თუ გაუშვებ სხვათა შორის, აი მე არ ვიცი ოპერატორს აქვს თუ არა შესაძლებლობა აჩვენოს ეს კადრები ახლოდან და ეს ფოტოსურათები არსებობს, როდესაც მე ვდგევარ სპეცნაზსა და ხალხს შორის და ვცდილობ, რომ რაც შეიძლება შორს დაშორდნენ მომიტინგეები შენობას და ღობეს და როგორ
გვიშენენ იქედან ხელკეტებით და როგორც ცდილობენ რომ თავში მომარტყან ხელკეტი. ეს ამ ხელისუფლების უშუალოდ ალბათ პრეზიდენტის უშუალო ბრძანება და სურვილი იყო რომ ბურჯანაძეს ხელკეტი მოხვედროდა. თუმცა ქალბატონინო, ეხლა მე უნდა ვიყო ობიექტური და სპეცრაზმელები ახსენეთ, რომლებიც ხელკეტების მორტყმას ცდილობდნენ თქვენთვის. გია თორთლაძემ ამას წინათ მოიტანა თქვენი გამოსვლა, ეს მას არ მოუგონია, ვიდეო მასალა იყო, როგორ გამოდიოდა 7 ნოემბრის შემდეგ ნინო ბურჯანაძე და სპეცრაზმელებზე უკაცრავად ამბობდა, რომ მათთვის ეს იყო ძალიან მძიმე და ისინი იყვნენ იძულებული და ლამის მადლობას უხდიდა ნინო ბურჯანაძე, რომ მაშინ აღიკვეთა ეს ყველაფერი. ქალბატონო ინგა, ამ ხელისუფლებამ მაცალეთ გიპასუხებთ ახლა როცა თქვენ სპეცრაზმზე საუბრობთ. მაცლით გიპასუხებთ. 7 ნოემბრის შემდეგ ვერაფერი რომ ვერ ისწავლა ამ ხელისუფლებამ და იგივე საკეთებს და უარეს აკეთებს, იმიტომ ვარ მე დღეს აქ. თორემ 7 ნოემბრის შემდეგ რომ ხელისუფლებას გაკვეთილები ესწავლა, არ იქნებოდა არც აგვისტო, არ იქნებოდა არც დღევანდელი კრიზისი და ქვეყანა იქნებოდა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში. და მე არ ვაპირებ მუდმივად დაუბრუნდე იმ თემას. არა, თქვენ არ აპირებთ, მაგრამ თუ კი მე გამიჩნდება კითხვა უკაცრავად. არა, რა თქმა უნდა, მე გიპასუხებ. ხელისუფლებაზე არ გიკითხეთ. თქვენ კითხვა დასვით, მე კითხვაზე გიპასუხეთ. თქვენ ამის უფლება გაქვთ, მე კითხვაზე გიპასუხეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ არაფერი არ ისწავლა და იმიტომ რომ ეს ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც მე არც მაშინ მომწონდა, მაგრამ იმის შეჩერების უფლება და შესაძლებლობა არ მქონდა და არც დღეს არ მომწონს, მაგრამ მე დღეს ამას გავაჩერებ, ზუსტად ამიტომ ვარ აქ და ნამდვილად გპირდებით თქვენს და საქართველოს მოსახლეობასაც, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება ნამდვილად მოშორდეს საქართველოს და საქართველო განთავისუფლდეს. აქ ლაპარაკი იმაზე კი არა, ქვეყანაში სპეცნაზი იქნება თუ არა. სპეცნაზი ქვეყანას უნდა ყავდეს. სპეცნაზმა პრეზიდენტიც უნდა დაიცვას, სპეცნაზმა შენობაც უნდა დაიცვას, გააჩნია ამას სპეცნაზი როგორ აკეთებს. მიშამიშას ძახილით პირადი გვარდია არ შეიძლება ყავდეს, რომელიც კრიმინალურ გვარდიად გადაიქცა. შეიძლება დააპატიმრო ახალგაზრდა, რომელმაც შეიძლება ხულიგნობა ჩაიდინა, მაგრამ მას არ უნდა დაემუქრო გაუპატიურებით. ის არ უნდა ცემო. ამაზე არის აქ ლაპარაკი. ამაში გეთანხმებით ქალბატონო ნინო, სხვა შორის ეხლავე მინდა დავაფიქსირო აქვე ჩემი პოზიცია, რაც მოხდა ჟურნალისტთან დაკავშირებით ნიკა ავალიანის შემთხვევაში. მე პირადად მიმაჩნია, რომ ბავშვები, როდესაც ისინი ჩვენ ვხედავდით ხელკეტით, როგორ ურტყავდნენ, ვთქვათ, ნიკა ავალიანს, ნამდვილად პასუხისმგებლობა მათ ეკისრებოდა და ესა ის შემთხვევა, როდესაც მე ჩემი კოლეგის უფლებები უნდა დავიცვა ეთერში, მაგრამ აი თქვენ წეღან ახსენეთ, რომ მე გპირდებით თქვენს მაყურებელს და ყველასო. მე უნდა გავიხსენო ის სირცხვილის კორიდორები, რომელიც აქ ეწყობა ტელევიზიასთან თითქმის ყოველდღე, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ყოველ შემთხვევაში აქტიურად ჩანდით თქვენ და მე მინდა ვკითხო ნინო ბურჯანაძეს, მე მინდა მჯეროდეს თქვენი, როდესაც თქვენ საუბრობთ დემოკრატიულ ღირებულებებზე. რომელ დემოკრატიულ ღირებულებას წარმოადგენდა თქვენთვის, როდესაც თქვენი ამჯერად თანამოაზრეები საშვებს გთხოვდნენ ჟურნალისტებს, რომ გვიკრძალავდნენ, ვთქვათ, არა კონკრეტულად ვთქვათ, მე ან შეიძლება სხვას, მაგრამ მთლიანად ტელევიზიის თანამშრომლებს შესვლას ტელევიზიაში. ეს რომელ დემოკრატიულ ღირებულებებს ემსახურებოდა? მე მინდა მოვისმინო ნინო ბურჯანაძე დღეს რა სიტყვის სირცხვილის კორიდორებზე. აუცილებლად მოგახსენებთ, მიმაჩნია რომ სირცხვილის კორიდორი არ არის სასიამოვნო მოვლენა და კარგია რომ ქვეყანაში აქამდე საქმე არ მიდიოდეს, მაგრამ სირცხვილის კორიდორი არის საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული დემოკრატიული პროცედურა, არაფერი ამაში და არა დემოკრატია. და რომ უნდა გაჩხიკონ ჩვენი საშვები ეს რომელ დემოკრატიას? მე თქვენ არ გაწყვეტინებთ, როცა კითხვას ვამთ. ეს არის დემოკრატიული პროცედურა. საშვები ერთადერთი მოითხოვეს იმისათვის, რომ არ დაჩაგრულიყვნენ ის ჟურნალისტები, რომლებიც არ არიან პირველი არხის თანამშრომლები, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ამ შენობაში სხვა ტელეარხებიც არის და უბრალოდ აქ იყო პიკეტი პირველი არხის ჟურნალისტების, პირველი არხის წინააღმდეგ, მოდი ჟურნალისტების წინააღმდეგ, ნუ დავარქმოთ. სხვა შორის ავალიანის თემას მინდა მიუბრუნდე. რა თქმა უნდა, ცუდია ჟურნალისტის ცემის ფასი, თუმცა ფაქტი, თუმცა ერთიც არის, როდესაც აქ ითქვა კიდეც ერთ-ერთმა ექსპერტმა ბრძანა, როდესაც ჟურნალისტი კამერას დებს და გინებით იწყებს ესე ვთქვათ კარვის თუ საკნის ნგრევას, ის უკვე გამოდის კონკრეტულად ჟურნალისტის პროფესიიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ცალკე თემა არის. არა, ჟურნალისტი, მაშინ მე ასეთ კონტრშეკითხვას დაგიბრა. არა, უნდა გაგაწყვეტინოთ ეს ჟურნალისტების უფლებებზე რო კი ბატონო ვიდებატოთ. როდესაც იყვნენ, ვთქვათ, ნათია ტრაპაიძე, როდესაც იყო ასევე მოამბის ჟურნალისტი ლიკა ხურციძე, თქვენ არ მოგეწონებოდათ ქალბატონინო, მე ესე ვეჭვობ, მათ რომ აკრავდნენ პირდაპირ ეთერში ტანზე სტიკერებს, მამა ჩემი სტოლა, მამა
არის მოსაწონი გეთანხმებით. ერთ-ერთ ჟურნალისტს ეს იყო მათი ფიზიკური შეხება. მე მინდა რომ ოპოზიცია როდესაც საუბრობს მოვისმინო მათგან ობიექტური პასუხი. მე გცემთ პასუხს. არც ეს არ არის დარღვევა ჟურნალისტის უფლებების. პრინციპში ჩვენ უფრო დებატები გვაქვს ვიდრე კითხვა-პასუხი. სხვა რამზამას დებატები არ მაქვს მე და უნდა მართალიბძადებით. გეთანხმებით, ეს უსიამოვნო ფაქტი იყო და ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად ამ სტიკერების მიწებება, ვთქვათ, ადამიანებისათვის. ეს ასე ვთქვათ, სხვა ფორმით ჯობია რომ გაკეთდეს, რაც შეეხება ჟურნალისტებს, ერთი რამ მინდა გითხრათ. ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ჟურნალისტების პროფესიას, მე პატივს ვცემ ჟურნალისტის დამოუკიდებლობას. არანაირი ზეწოლა მე არ მინდა ჟურნალისტის მხრიდან იყოს, არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მხრიდან და ნამდვილად გპირდებით იმას, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მომავალ საქართველოში ესეც იყოს. მაგრამ არის მეორე რამ, ჩვენ გვაქვს უფლება მოვთხოვოთ ჟურნალისტებს, რომ ისინი იყვნენ ობიექტურები. მაგრამ არა ხელი შეშლის ხარჯზე და ფიზიკური შეხების. მე გეთანხმებით იმაში. მე ერთი წამი დავასრულებ. რომ ის ბიჭები რომ დააპატიმრეს, მე იყო საშინელება, თუ კი მათი წამების და აი ამ შეურაცხყოფის ფაქტებს გავიხსენებთ, მაგრამ კონკრეტულად ჟურნალისტებს. ინგა, თქვენ არ მომთავრებინებთ აზრს. მე დაგეთანხმეთ, რომ ფიზიკური შეხება ჟურნალისტისადმი არის აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ მოთხოვნა პიკეტირება, რომ პირველი არხი დაემსგავსოს პირველ არხს, იყოს ობიექტური და საქართველოს მოსახლეობას გააგებინოს ის, რაც თქვენც იცით, რაც მეც ვიცი. აქვს უფლება ნებისმიერ მოქალაქეს იცოდეს იგივე. პირველი არხი თქვენ რაც შეგიძლიათ ამას აკეთებთ, თუმცა თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ არა გაქვთ შესაძლებლობა, როგორც ჟურნალისტ, გქონდეთ დებატების შესაძლებლობა და თქვენ არ ითავსებდეთ დებატორის ფუნქციას, იმიტომ რომ თქვენ მართალი ბრძანდებით, თქვენ უნდა დასვათ მხოლოდ კითხვა, მაგრამ აქ ჩემს პირდაპირ უნდა იჯდეს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელთანაც მე და თქვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ პირდაპირ დებატები ვაწარმოოთ. რატო ეს ძალიან პოლიტიკური თემაა, ინგა, ეს იმდენად პოლიტიკური თემაა. მეტი რომ არ შეიძლება თქვენ ეს არ გესწავლებათ. მოგახსენებთ ახლავე, როდესაც არ არის ამისი შესაძლებლობა და ეს არ არის კონკრეტული ჟურნალისტის ბრალი, მაგრამ ეს არის არხის ბრალი. როდესაც არის ელემენტარულად 50000 კაცი მიტინგზე და ჟურნალისტი გადასცემს იმას, რომ მიტინგზე არის 5000 კაცი. როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ კადრები, როცა ჩართულია კამერა, სრულიად სხვა რეალობაა და კამერას რო გამორთავენ, თავში ურტყამენ მომიტინგეებს, რა თქმა უნდა, ადამიანების პროტესტი არის ძალიან მაღალი. კარგი იქნებოდა ეს წლების განმავლობაში მაშინ ნებისმიერი ჟურნალისტი იტყვის მოესმინათ ნინო ბურჯანაძისგან. მე ვიცი თქვენი პოზიცია, არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ხმამაღლა დეკლარირებას ხმამაღლა დეკლარირებას ინდა არ გააკეთებდა პარლამენტის თავმჯდომარე, ყოველ შემთხვევაში ნინო ბურჯანაძისგან არასოდეს არავის არ მოусმენია ჟურნალისტზე ზეწოლის წახალისება და ვერც ერთი ჟურნალისტი ნამდვილად ვერ იტყვის, რომ ოდესმე ჩემგან რამე შენიშვნა მიუღია ჩემი თანამდებობის მიუხედავად. თქვენ გიყვართ ხოლმე წარსულში დაბრუნება, ამის დრო ეხლა არ არის. მე ყოველთვის გთავაზობ. არა, აუცილებელია, როცა არის საარჩევნო რეჟიმი. აუცილებელი არ არის ეხლა, როდესაც ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას და ეხლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ნინო ბურჯანაძე რას ამბობდა 1 წლის წინ, თუ დღეს ნინო ბურჯანაძე სიმართლის მხარეზეა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რას ფიქრობდნენ ეს ადამიანები, რომ 1 წლის ან წელიწადნახევრის წინ, ვინც ეხლა დღეს ცდილობს, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი. თუმცა ჩვენ გვაქვს ვიცოდეთ, რას პასუხი აქვს იგივე წარსულზე ნებისმიერ ლიდერს, მათ შორის ძალიან ესე გამოკვეთილი თქვენ ამის შესაძლებლობა არაერთხელ გქონდათ. რა თქმა უნდა. არა, მე აბსოლუტურად არ ვიტყვი უბრალოდ ნიუსებს რაც შეეხება არასოდეს კონკრეტული რიცხვი არ გადის ხოლმე მე დავაზუსტე ამ ნიუსებში რამდენი კაცი იყო და ასე შემდეგ. მოდით ამაზე ნუ ვიდავით, მე მართლა არ მინდა ისე გამომივიდეს რომ ნინო ბურჯანაძე რამდენი მოვა იმდენჯერ თქვა წარსულზე და უსაკითხები, მაგრამ თქვენ იმხელა ბიოგრაფია გაქვთ რომ ბუნებრივია ამ კითხვებს ვერ ავწდებით. მე ერთ კითხვასაც დაგისვამთ მაშინ ქალბატონო ნინო, ხვალ როდესაც შევა ოპოზიცია მაინც ამ თემაზე მინდა რომ ჩვენი საუბარი რაღაცნაირად გავაანალიზოთ მოკლედ ამ ბოლო ორი შეკითხვით, როდესაც შევა ოპოზიცია, წინასწარ აცხადებთ, რომ იცით, რომ არ წავა სააკაშვილი. რას აპირებთ შემდეგ? როგორ წარმოგიდგენიათ შემდეგ მოვლენების განვითარება? თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით, რომ ხვალ სააკაშვილი არ წამოვა და არ გააკეთებს ალბათ განცხადებას, რომ მე ვეთანხმები მათ მოთხოვნას და ინგა, სხვა შორის თქვენ წეხა მძანეთ და ჩვენ იმ შეკითხვას არ დაუბრუნდით, ეს იყო თქვა კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით ან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მე შემიძლია აბსოლუტურად გადაწყვეტილად გითხრათ, არანაირ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, არანაირ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არანაირი საუბარი ხვალ არ იქნება. ხვალ იქნება საუბარი ოპოზიციის მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის გადაყენებასთან დაკავშირებით. მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცედურასთან დაკავშირებით, რა პროცედურით შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი ისე, რომ ქვეყნისათვის ეს არ იყოს პრობლემატური. იქნება უარი. თუ პასუხი იქნება უარი და ალბათ პასუხი იქნება უარი, ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ ქმედებებს. ეს ჩვენ არ დაგვიმალავს, ჩვენ უბრალოდ ხვალ მოვისმენთ პრეზიდენტის არგუმენტებს,
რა არგუმენტები აქვს პრეზიდენტს და რა სიტყვის პრეზიდენტი, როგორ წარმოუდგენია მას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, იმიტომ რომ თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით ინგა და სხვა შორის აი ეს მედია, რომლის მიმართაც ჩვენ სამწუხაროდ პრეტენზია გვაქვს და არა მარტო ჩვენ, მე ვიცი რომ თქვენცა გაქვთ მედიის მიმართ პრეტენზია და ეხლაც ბძანეთ ამ აგიდასთან, იმიტომ რომ არის საოცარი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან. დღეს ხომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ხელისუფლება მედიის მეშვეობით ცდილობს რომ ვირტუალურ სამყაროში აცხოვროს საქართველო. ჩვენ ხომ ვიცით რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხედავს სხვა რეალობას და ჩვენ ვცხოვრობთ სხვა რეალობაში. ეხლა დღეს საღამოს კვირას ერთ-ერთ არხზე, ნუ რუსთავი 2-ზე გადის პოსტსკრიპტუმი, სადაც არის ყველაფერზე ლაპარაკი, ფრანგ კულინარებზე, არის ლაპარაკი რაღაცა არ ვიცი რაზე, რასაც უყურებ, მაგრამ არ არის ლაპარაკი იმ პრობლემაზე, რაც ქვეყანაში არის. სხვა არხებს თავი დავანებოთ, წინ ჩემს კოლეგებს, ხალბატონი ნინო, როდესაც მე ვთქვათ ნებისმიერ რესპონდენტს ვაძლევ, არა, საშუალებას თქვენ შეგიძლიათ ამ შემთხვევაში ჩემს გადაცემაზე ისაუბროთ, იმიტომ რომ შემდეგ მე მიწევს ყველას ნაცვლად პასუხის გაცემა. რა კითხვას ვსვამთ? და მე ვარჩევ ამ კითხვას როგორ პასუხობ. ეს კითხვა ხალბატონი ნინო, რომ მე არ მინდა კვლავ ვიხილო ამ ქვეყანაში, ვთქვათ იგივე პრობლემები მედიასთან მიმართებაში, რაც ყველა მერქად ამდენი წელი ვნახეთ. და როცა სტიკერებს მაკრავენ ტანზე, მე ამ შემთხვევაში ორჯერ გიპასუხეთ უკვე. კი, მაგრამ ეს ხომ იყო სიმბოლო რაღაცნაირად ამ აქციებზე. ინგა თქვენ გიპასუხეთ ორჯერ. რაც შეეხება პასუხებს, მე დაბეჯითებით ვითხოვ, მე არ ვიღებ ნებართვას თქვენგან სხვა არხს გავაკრიტიკებ თუ ხელისუფლებას, ესე რომ თუ ვინმე პრეტენზიას თქვენ წამოგიყენებთ, გამოუშვით ჩემთან. რაც შეეხება ვირტუალურ სამყაროს სამწუხაროდ მედია ქმნის, იგივე პრეზიდენტი მუდმივად, რომელიც ბანერების ფონზე მუშაობს, მუდმივად, როდესაც ქარხნებს, ესე ვთქვათ, ქარხნის დახატული ბანერის ფონზე ხსნის და ეხა ამ ბოლო დროს ადრე ამას მაინც აკონტროლებდნენ, ნახევარი ბანერი იყო და ქვემოთ ჩანდა რომ ნახევარი ბანერი დაუხატავი იყო. აი ამ ვირტუალურ რეალობას სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ყველა უწყობს ხელს ის ადამიანები, რომელიც ამ ვირტუალური რეალობის შექმნაში იღებენ მონაწილეობას. ჩვენ ამას ვითხოვთ. მოსახლეობამ გადაწყვიტოს თვითონ რა უნდა. ოღონდ ამისათვის აუცილებელია რომ მოსახლეობას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. მე სწორედ თქვენი ეთერით სარგებლობ, ინგა, იმიტომ რომ დანარჩენი ძალიან ბევრი გადაცემა, სადაც მონაწილეობ უბრალოდ არ გადის მთელ საქართველოზე. რომ საქართველოს მოსახლეობა მიცოდეს, რომ თბილისში იმართება 100,000-იანი მიტინგები, რომ თბილისში ყოველდღე 10,000-ობით ადამიანი დღე-დაღამე ქუჩაში დგას. რომ ხელისუფლება ძალიან კარგი, სხვათა შორის მე ერთმა რაიონიდან ჩამოსულმა ადამიანმა მითხრა, რომ სწორედ თქვენი გადაცემის დროს გასული კადრით, კადრსა და კადრშუა დაიჭირა რომ თბილისში თურმე რამდენი ხალხია. ეს ხო არანორმალურია 21 საუკუნეში, როდესაც ადამიანები ჩასაფრებული უყურებენ თქვენს გადაცემას, რა კადრი დაიჭირონ რომ დაინახონ რეალობა რა არის. ხალბატონი ნინო, მე მინდა დაგისვათ ბოლოს შეკითხვა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ კი ვთქვათ მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ვთქვათ არა აისხლიტავს, არამედ კატეგორიულად დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომ იგი არაპირებს თქვენი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და დატოვოს თანამდებობა. როგორ გაგრძელდება პროცესები? ეს არის ჩემი ბოლო კითხვა. კაპიტანიკა, თქვენ სულ გიყვართ ხოლმე წარსულთან დაბრუნება და მე ეხლა დაუბრუნდები და გაგახსენებთ, რომ სააკაშვილი არც 2007 წლის ნოემბერში აპირებდა გადადგომას და არა მარტო გადადგომას არ აპირებდა, არამედ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც კი არ აპირებდა და არ აპირებდა საერთოდ ელემენტარულად არავისთან საუბარს, მაგრამ რამდენიმე დღეში მას მოუწია გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებამ. გარწმუნებთ, რომ სააკაშვილს მოუწევს გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება და თუ მას კიდევ აქვს ელემენტარული პასუხისმგებლობის გრძნობა ამ ქვეყნის მიმართ შერჩენილი, თუ მას მართლა უნდა რომ ამ ქვეყნის ისეთ პრეზიდენტად დარჩეს, რომელმაც დაუშვა ბევრი შეცდომა ამ ქვეყნის ცხოვრებაში, ტრაგიკული და დრამატული შეცდომებიც, მაგრამ არანაცვალა თავის კამს ქვეყანა, მას შეუძლია რომ გადადგას ნაბიჯები, მას შეუძლია რომ გადადგეს და მართლა დაამტკიცოს რომ მას ქვეყანა თავის სავარძელზე მეტად უყვარს. თუ ის ამას არ გააკეთებს, მე პირდაპირ გეუბნებით, არანაირ დათმობაზე მე პირადად წასვლას არ ვაპირებ. არანაირ სხვა საკითხებზე, არც საპარლამენტო არჩევნებზე, არც კოალიციურ მთავრობაზე, არც ვინმეს თავების გადმოგდებაზე და მე გავაგრძელებ იმ ადამიანებთან ერთად ბრძოლას, ვისაც ღრმად სწამს და სჯერა, რომ ამ ქვეყნის ერთადერთი გადარჩენა არის სააკაშვილის გადაყენება და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. დიდი მადლობა. თქვენ არ მიპასუხეთ ძალიან მოკლედ, რატომ შსს-ს ახალი შენობა? თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს სიმბოლურია, იცით, ინგა, ეს არის პოლიციური სახელმწიფო. და პრეზიდენტმა აირჩია, მიუხედავად ისე, რომ ჩვენ სხვათა შორის შევთავაზეთ, რომ შებრძანებულიყო ავლაბრის რეზიდენციაში და იქ გამართულიყო შეხვედრა, ისევე როგორც ბაქრაძეს შევთავაზეთ, რომ შესულიყო პარლამენტში და იქ შეხვედროდა ოპოზიციას, აირჩიეს ერთმა რომელიღაცა არ ვიცი სასტუმრო, მეორემ აირჩია შინაგან საქმეთა სამინისტრო შენობა. თქვენ მე ვერ მეკრით ქვეყანას.
სადაც პრეზიდენტი ოპოზიციას პოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად ხვდება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს არის ძალიან სიმბოლური, ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს არის ავტოკრატიიდან დემოკრატიისაკენ, ავტოკრატიიდან დიქტატურისაკენ მიმავალი ქვეყანა, მაგრამ ამას ჩვენ აუცილებლად გავაჩერებთ და შევქმნით ნორმალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოს. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გისურვო წარმატება ჩვენს ქვეყანასკენ მშვიდობა და ვიდრე გადაცემაში რეკლამას გამოვაცხადებ ხელისუფლების და ასევე ოპოზიციის აზრს ჩვენ მოვისმენთ რეკლამის შემდეგ. მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ რაც უფრო მწვავე შეკითხვები ისმება ეთერში, ეს არის ალბათ ძალიან კარგი, თუნდაც წარსულთან მიმართებაში, იმიტომ რომ პოლიტიკოსი რაც უფრო დამაჯერებელია თავის პასუხებში, მე მგონი მაყურებლისთვის უფრო მეტად მისაღები ხდება ხოლმე, ასე რომ ნუ გაგვინაცხენდებით და ნუ გავიზიარდებით. თქვენი უფლება უბრალოდ არის ხოლმე ვითარება ქვეყანაში, როდესაც ფოკუსირება ყურადღების არის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელ და ხვალინდელ მომენტებზე, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ წარსული ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა. მაშინ რამდენიმე წუთში ჩვენ ვართ ეთერში, თინა ხიდაშელი და მიხეილ მაჭავარიანი იქნებიან ჩვენი სტუმრები. შესაძლოა ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში, სრულიად საქართველო არის ხვალინდელი შეხვედრის ბოლოდინში. თინა ხიდაშელი განაგრძობს ჩვენს ეთერს. ქალბატონო თინა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მობძანეთ და იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. ძალიან საინტერესო და დღე იქნება ალბათ, ხო? ყველაზე მძიმე კვირის ბოლოს მე და თქვენ ახლა გვიწევს ეთერში საუბარი, მაგრამ ამ მძიმე კვირის შემდეგ არის ხვალინდელი დღე ყველაზე საინტერესო. მე მაინტერესებს რა მოლოდინი აქვს თინა ხიდაშელს. ირაკლი ალასანია, თქვენი გუნდის ლიდერი და მომავალში როგორც იყო უკვე დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი, იქნება ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე. რა მოთხოვნებით მიდის, რა მოლოდინით მიდის და თქვენ რა სელით ამ შეხვედრისგან? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მე შევეცდები რომ ბევრი არ ვილაპარაკო, იმიტომ ამ თემაზე, ვინაიდან მოლაპარაკებების მთელი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად წინასწარ უნდა შეეცადო, რომ რაღაც ისეთი მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთო, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს. თქვენ თქვით, რომ მძიმე კვირის შემდეგ ხვალინდელი დღის მოლოდინში, მე ვიტყოდი ხვალინდელი იმედის მოლოდინში, იმიტომ რომ ხვალ შესაძლებელია. შედეგით, თქვენი შედეგით შეიძლება და მე მოთხოვნებზე აუცილებლად გიპასუხებთ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ვინმე შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ეს კითხოს თავს ვარიდებ. იმეც რაც შეეხება, აქ საკითხი ჩემთვის დგას ძალიან მარტივად, ამ ხელისუფლებას შესაძლებელია 6 წლის განმავლობაში პირველად და ყველაზე უფრო მკვეთრად ეძლევა შანსი, რომ რაღაცა პოზიტიური გააკეთოს ქვეყნის კრიზისიდან გამოსასვლელად. 6 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ამ რეჟიმის პირობებში მიდიოდა მუდმივად ქვევით, მიდიოდა სახელმწიფოებრიობის ნაბიჯ-ნაბიჯ დაკარგვის გზაზე და ხვალ ჩნდება იმედი იმისი, რომ ერთხელ მაინც თავისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში მიხეილ სააკაშვილმა გადადგას ჭკვიანური ნაბიჯი და ქვეყანას მისცეს შანსი, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს, ახალი სახელმწიფოებრიობა დაიწყოს საქართველოში. მე დღეს მინდა რომ ვიყო მაქსიმალურად იმედიანი, მე მინდა მჯეროდეს, რომ ერთხელ მაინც ადამიანებს ეუფლებათ სურვილი. თუ გჯერათ, ქალბატონი თინა, მოდით მითხარით, მოდით ესე ვთქვათ, ჯერათ რომ თქვენი მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული. მოდით ესე ვთქვათ, მე მჯერა რომ ადამიანებს გონიერების რესურსი საბოლოოდ არ აქვთ დაკარგული. მე მჯერა რომ ადამიანებს აქვთ ხოლმე მომენტები, როდესაც ისინი გადაწყვეტენ რომ დარჩნენ ისტორიაში, როგორც წარმატების სიმბოლოები, როგორც სახელმწიფოებრიობის გაძლიერების სიმბოლოები და არა როგორც პრეზიდენტები ან ხელისუფალნი, რომელიც გააგდეს, რომელიც შემდეგ გაასამართლეს, რომელსაც მოუწევს შავ ფურცლებში დაბანაკება ქვეყნის ისტორიის და არა ნათელ ფურცლებში, რომელმაც სახელმწიფო გააძლიერა. ამისი მე გულწრფელად მჯერა, რომ ადამიანებს ასეთი მომენტები უდგებათ და მე მინდა რომ ხვალინდელი დღის მოლოდინში ჩვენ ვიყოთ სწორედ ასეთი ემოციით გჯეროდეთ, მაგრამ თქვენ იყავით იმ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც შედგა დავით ბაქრაძესთან. იქ ესწრებოდა ხელისუფლების გუნდის რამდენიმე წარმომადგენელი. მე მაინტერესებს ქალბატონი თინა, როცა თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ იმედიანად, მე მინდა რომ იმედი მქონდეს და მე მინდა რომ ჯეროდეს. რა შთაბეჭდილება დაგჭათ? არის თუ არა დღეს ხელისუფლება მზად იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა? რამდენადაც მე ვიცი, ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, არა მარტო მე მთელმა საქართველოს მიცის, უნდა წავიდეს სააკაშვილი. რა ეთყობოდა დავით ბაქრაძეს, რაც დეკლარირებული იყო, შემდეგ განცხადებები იქნა გაკეთებული, ამაზე არ მაქვს საუბარი. თქვენი შთაბეჭდილებით როგორია? მე ვიტყოდი ასე, რომ ის შეხვედრა რომ იყო წარმატებული, დღეს ყველაზე კარგად გამოჩნდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა განცდა, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი ჩათრევა უსაგნო დიალოგში. როგორც ჩანს, იმ შეხვედრაზე და შემდეგ ბაქრაძემ გააკეთა კიდე ჩემთვის ცოტა უცნაური განცხადება, რომ ის იყო იმედგაცრუებული, მე მართლა ვერ მივხვდი მან ეს განცხადება რატომ გააკეთა.
იმიტომ რომ გულწრფელად თქვათ მოდით რომ როგორც ჩანს მათ ჰქონდათ იმედი რომ იქ იმ მაგიდასთან იმ ფორმატში დიალოგი დაიწყებოდა და შემდეგ ბუნებრივია დაეუფლათ იმედ გაცრუება. ჩვენ, რასაც ქართულ საზოგადოებას მუდმივად ვპირდებოდით, სწორედ იმ მანდატით მივედით იმ შეხვედრაზე და ძალიან ნათლად ვუთხარით მათ რომ აქ ამ მაგიდასთან საკითხები არ წყდება. იმიტომ დგას ხალხი ქუჩაში რომ სამწუხაროდ ქვეყანაში მეორე, მესამე პირები არ არსებობენ. სამწუხაროდ ქვეყანაში ინსტიტუტები არ მუშაობენ და ერთადერთი კაცია რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს და შესაბამისად ასეთი საუბარი სწორედ შეხვედრაზე როგორ ფიქრობთ? როგორც მან თქვა, მას ჰქონდა სხვა რაღაცების იმედი და შემდეგ იყო იმედ გაცრუებული, მაგრამ იმ შეხვედრაზე სწორედ, სადაც ჩვენ ვიყავით, ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, თუ კიდევ რაიმე ეჭვები ჰქონდათ, რომ არაფერ სხვაზე და არანაირ სხვა ფორმატში ჩვენ საუბარს არ ვაპირებთ. მათ ჰქონდათ იმისი გარკვევის ცდელობა, რომ ჩვენ ხომ არ იყო რაიმე რაც გაგვაჩერებდა და მათ მიიღეს არ ვიცი, იმიტომ რომ კითხვები იყო უამრავი, მაგრამ მათ ჰქონდათ ამის გარკვევის ცდელობა, თუმცა ნათელი გახდა, მე ვფიქრობ მათთვის, თუ კი რაიმე ეჭვები კიდევ ეპარებოდათ, სწორედ იმ შეხვედრაზე, რომ არაფერი სხვა და არანაირი სხვა ფორმატი ქვეყანაში მიმდინარე უმძიმეს პოლიტიკურ და მე ვიტყოდი სახელმწიფოებრივ კრიზისს არ განმუხტავს გარდა პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებისა და ეს არის გასაგებია, მაგრამ მე წეგან დაგიშვით ასეთი კითხვა, რა შთაბეჭდილება დაგჭა თქო. დღეს მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს ხელისუფლებას არაფერი არ ეთყობა, რომ იგი წასვლას აპირებდეს. მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ. არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ოპოზიციამ ეს შეხვედრა დაასრულოს ისე, რომ მიიღოს უარი მიიღოს პრეზიდენტისგან პასუხი, შემდეგ მოხდეს კიდევ მასთან რაღაც შეხვედრა, შემდეგ ეს გადაიზარდოს შეხვედრების რეჟიმში და ამდენი ადამიანი უცბად მიიღებს სულ სხვა რაღაც შეთანხმებას და არა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. რისი მაგალითი ჩვენ გქონდა ერთი წლის წინ. სწორედ დავით ბაქრაძესთან შეხვედრამ დაადასტურა, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, სრულიად ლეგიტიმური კითხვა, მაგრამ ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არა. სწორედ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის ამოცანა მათი მხრიდან იყო ის, რაც ახლა თქვენ განავითარეთ ლოგიკა, რომელიც შესაძლოა ერთ-ერთი ლოგიკა ყოფილიყო. იმიტომ რომ არის ასეთი ინფორმაცია, რომ შესაძლებელია იყოს კოალიციურ მთავრობაზე საუბარი, შემოდგომაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი, შესაძლებელია რაღაც ბერკეტების თქვენთვის გადმოცემაზე, ანუ მნიშვნელოვანი სტრუქტურების და ასე შემდეგ. საკითხების მთელი რიგი. მოდით ძალიან მარტივად დავსვათ წერტილი ამ საუბრის, იმიტომ რომ ერთ და იგივეს ვილაპარაკებთ უბრალოდ, რომ ჩვენ გვაქვს საზოგადოებისთვის ნათქვამი. და მეორეს მხრივ, ქართულ საზოგადოებას აქვს ჩვენთვის ძალიან ნათლად ნათქვამი, რომ საქართველოში უნდა მოხდეს რეჟიმის ცვლილება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. სხვა არაფერზე ჩვენ არ ვაპირებთ რაღაცა უსაგნო დიალოგში შესვლას. თუ კი შემოთავაზება იქნება ამ შედეგით, რიგ გარეშე არჩევნების შედეგით, ორივე არჩევნებს გულისხმობ მე რომ არის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგით. თუ კი იქნება ამ თემაზე რაღაცა კომბინაციის შემოთავაზება, ეს არის სწორედ მოლაპარაკებების საგანი, თუმცა მიზანი, რომ ქვეყანაში შესაძლებელია იყოს ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რატომ არა? მე მეკითხები და მეგეუბნებით არა, ჩემი პასუხია არა. კომბინაცია იყოს შესაძლებელია ასეთიც, ხომ, რომ დღეს კი არ მიდის სააკაშვილი, ხვალ 2 საათზე. არამედ იყოს ძალიან კონკრეტული თარიღი განსაზღვრული და მანამდე და ეს ყველაფერი უნდა იყოს ნათქვამი ძალიან ცალსახად და ნათლად. თუმცა ისევ ვიმეორებ, მე არ მინდა ამის დეტალებში შესვლა, მთავარი არის მარტივი, უმარტივესი, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა, ერთი კაცის მმართველობა საქართველოში უნდა დამთავრდეს, ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ორივე რიგ გარეშე არჩევნები, აუცილებლად და ქვეყანას უნდა მიეცეს ახალი სუნთქვა. ახალი სახელმწიფოებრიობის არ დამთავრდება, მაშინ ძალით და შეჯახებით დამთავრდება. ჩვენ მოვისმინეთ მიტინგზე გაკეთებული განცხადებები არაერთი ოპოზიციური ლიდერის. მე მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამაზე, ქალბატონო თინა? ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლებელია პროცესები კიდევ უფრო გამწვავდეს? ხანდახან იცით, ჩნდება ასეთი კითხვა და ეს კითხვაც ლეგიტიმურია, რომ ოპოზიციამაც იცის, რომ არაფერი შედეგი არ იქნება, შედეგი გულისხმობს სააკაშვილის წასვლის თვალსაზრისით, ხელისუფლებაც არაპირებს, რომ დათმოს, მაგრამ უბრალოდ იმიტომ რომ თქვა საერთაშორისო დონეზე იქნას დაფიქსირებული რომ აი თქვენ ხდებით ერთმანეთს მხოლოდ ამიტომ ეს ასე არ არის არავითარ შემთხვევაში ეს ასე არ არის ყველაზე უფრო კრიტიკული და მთავარი გადაწყვეტილებები ყოველთვის ცივილიზებულ ფორმატში მოდით ესე ვთქვათ ყოველთვის მაგიდასთან მიიღება და ამიტომ ხვდებით ჩვენ სააკაშვილს სწორედ ამიტომ ხვდებით სააკაშვილს და რაც შეეხება იმას რომ ის არ წავა და არსაწასვლას არ აპირებს მე გავიმეორებ იმას რაც მილიონჯერ გვითქვამს 7 ნოემბერს იმიტომ გცემა სააკაშვილმა რომ არსაწასვლას არ
არაპირებდა. მას რო წასვლის გადაწყვეტილება მიღებული ქონოდა, იმ ტრაგედიას ქალაქში არ მოაწყობდა, რომელიც მან თბილისის საკადრა და მთელ საქართველოს საკადრა. არსად არაპირებდა წასვლას, მაგრამ 8 ნოემბერს მას მოუწია განცხადების ასევე არ ეტყობოდა 7 ნოემბერს, როდესაც გასცა ბრძანება ჩვენი ცემის. ზუსტად ასევე არ ეტყობოდა. ამიტომ სააკაშვილს რა ეტყობა, ჩვენ ყველაზე კარგად რაც შეგვიძლია დღეს ზუსტად ვთქვათ, არის ის, რომ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიშნავს შეხვედრას. აი ეს ეტყობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღია თამაში დაიწყო. და ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით, მან ამ განცხადებით დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში ხერხემალი არის ვანო მერაბიშვილი და რომ მასზე გადის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ძალიან ოპოზიცია. არავითარ შემთხვევაში თქვენ ამის მიღმა ხედავთ იმას, რომ ხერხემალი არის ვანო მერაბიშვილი, რატომ არ გააპროტესტა მაშინ ეს გადაწყვეტილება? ჩვენ ამას არ გავაპროტესტებდით, ჩვენ მიხეილ სააკაშვილს ვიხარით ნათლად. სადაც გინდა, იქ შეგხვდებით. როცა გინდა, მაშინ დანიშნა შეხვედრა. რა ფორმატშიც გინდა, იმ ფორმატში შეგხვდებით. მიხეილ სააკაშვილმა თუ გადაწყვიტა, რომ თავიდანვე ლუსტრაცია დაიწყოს საკუთარი თავის, კი ბატონო, ჩვენ ამასთან საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს. რას გულისხმობ? აი, სწორედ ამას, რომ ქვეყანას ვინ მართავს, ჩვენ ამით ვნახეთ რეალურად. ამ გადაწყვეტილებით, რომ გვიბარებს შინაგან საქმეთა სამინისტროში. სად მიიღება გადაწყვეტილებები? ჩვენ რას ვამბობდით, მე პირადად და ჩემი მეგობრები, ხომ? თქვენ ეთერშიც მრავალჯერ გვითქვამ სხვა ეთერებში, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა დღევანდელი დგას ორ ბერკეტზე. ეს არის პოლიტიკური რეპრესიის მანქანა და ეს არის პროპაგანდისტული რეპრესიის მანქანა. და მიხეილ სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილებით ჩვენ დაგვიდასტურა, რომ მისი ხელისუფლება მთლიანად ემყარება პოლიციურ რეპრესიულ მანქანას და ჩვენი ვალდებულება ის კი არ არის, რომ გვეთქვა, რომ უიმე არა დაუბრუნდით, ამას ვერ ხედავ და როგორ გეკადრებათ. არა, გასაგებია. მან თქვა, რომ ეს ასეა, მან დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობთ. რატომ არ გააპროტესტა ოპოზიციამ? იგივე ფაქტებს გავიხსენებ, მთელი კვირის განმავლობაში მე მაწუხებდა ეს შეკითხვები და ბუნებრივია ამას მე ყველას დაუსავ დღეს დღევანდელ გადაცემაში. როდესაც ძალიან შეურაცხმყოფელი ქმედება განხორციელდა ჟურნალისტების მიმართ, გულისხმობ პირდაპირ ეთერში ჩართვებისას მათზე ფიზიკურ შეხებას. როდესაც ნიკა ავალიანი ჩვენ ვნახეთ, რომ ხელკეტებით იქნა ნაცემი და სხვათა შორის გუშინ ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა იცით რა მითხრა? როდესაც ამ ფაქტებს ვაანალიზებდიო, ოპოზიციის მხრიდან ამ ბიჭების გმირებად ლამის გამოცხადებაო ძალიან დაემსგავსა, იცი რასო? აი თავის დროზე კირკიტაძემ რო ვიღაც დაცვას ცემა და შემდეგ რომ გმირად გამოაცხადა სააკაშვილმა. თქვენ რაშიც ედავებით ამ ხელისუფლებას? თითქმის იგივეს აკეთებთ. ეს ბიჭები არ იყვნენ პასუხისმგებლობის ღირსი, ვინც ჟურნალისტი ცემა. რატომ არ გააპროტესტეთ ასე? ეს არ არის რთული კითხვა, ძალიან მარტივი შეკითხვა არის ეს ჩემთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრჯერ გავაპროტესტე. რამდენად ნახა ეს პროტესტი ქართულმა საზოგადოებამ, ეს მეორე საკითხია. თუმცა იმის შემდეგ რაც მე ვნახე, რომ არც ერთი ასეთი ჩემი განცხადება არ გადიოდა ეთერში, შემდეგ უკვე პირდაპირ ეთერში ვსაუბრობდი ამის შესახებ. მათ შორის ტელეკომპანია კავკასიაში, ტელეკომპანია მაესტროში, თქვენთან ეთერში, როდესაც რადიოში ვიყავი. დიახ, ჩემთვის არის მიუღებელი ნებისმიერი სიტყვიერი იქნება ეს თუ სხვა ფორმის ძალადობა, ვინმეს მიმართ. თქვენივე გვერდში მდგომ პოლიტიკოსებს, ვინც ამას მართავდა. რატომ არ უთხარით? არა, ქალბატონო, ეს შეიძლება იყოს პრინციპული საკითხი, განხეთქილების საკითხი. შენ თუ კი ჟურნალისტის უფლებებს ეხლა ესე იცავ, აბა რატომ რომ მოხვალ ხელისუფლებაში, რატომ უნდა გენდო, რომ იგივე ძალით არ შემომივარდები და თავში ხელკეთს არ ჩამარხო? გეთანხმებით ინგა და გეუბნებით, რომ ჩემი მეგობარი პოლიტიკოსების გვერდში და თანდასწრებით გავაპროტესტე მე ეს. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, სადაც იყო ერთ-ერთი ჩემის აზრით არასწორი განცხადებები ჟურნალისტებთან დაკავშირებით, მე იქ ყველა კამერის თანდასწრებით ავდექი და იქვე მოუხადე ბოდიში იმ ჟურნალისტს. მაგრამ აქვე მინდა განვმარტო, რომ თუ თქვენ არა გაქვთ სურვილი, რომ დაიცვათ საკუთარი უფლებები, ძალიან რთულია ჩვენთვის, რომ დავიცვათ თქვენი უფლებები. იმიტომ რომ როდესაც არც ერთ ეთერში არ ხვდება, მე გულისხმობ სახელმწიფო ტელევიზიებს, არც ერთ ეთერში არ ხვდება სხვა განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ერთგვარ მაზოხიზმს ემსგავსება უკვე მედიის მხრიდანაც, თუმცა გასაგებია ჩემთვის პროპაგანდა ამაზე უნდა აეწყოს, რომ ყველა ამ ქვეყანაში ხელისუფლების ამოცანა რა არის, რომ დღეს მან იცის ზუსტად, რომ ის კარგი ვეღარ იქნება, ის საზოგადოებას აღარ შეუყვარდება, საზოგადოებრივი აზრი მის მიმართ აღარ მოტრიალდება, ამიტომ მთელი პროპაგანდისტული მანქანა ჩართულია ერთი მიმართულებით. მე ცუდი ვარ, მაგრამ ისინიც ცუდები არიან. და ამიტომ მე მაქვს ახლა კარგად გაიგეთ თქვენ ჩემი კითხვა. მე ამ შემთხვევაში პროპაგანდის ნაწილად არ ჩამთვალოთ. მე ვხედავ იმას, რომ ოპოზიციამ აი ამ პიკეტირები და აი ამ აქციები ძალიან მკვეთრად დაასრულა ჟურნალისტების უფლებები. მაპატიოს ოპოზიციამ, ვისაც ეს ჩემი განცხადება არ მოეწონება, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რამდენად მძიმე იყო ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ამის ყურება. გეთანხმებით და მრავალჯერ ძალიან ბევრმა ადამიანმა ოპოზიციიდან ეს ღიად და საჯაროდ გააკეთა. ძალიან ბევრმა ადამიანმა.
მე პირადად 7-ჯერ კამერების წინაშე ამის შესახებ ვისაუბრე. კი ბატონო. 7-ჯერ. კი ბატონო, მაგრამ არც გასაგებია. ერთხელ ეს ეთერში არ მოხდა. ოღონდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. წინააღმდეგი ვარ. ჩემს არ აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტზე ხდება ეს შეურაცხყოფა თუ სხვა ადამიანზე, იმიტომ რომ საერთოდ წინააღმდეგი ვარ რაიმე ტიპის ძალადობის, სიტყვიერი შეურაცხყოფის ნებისმიერი ადამიანის მიმართ. მაგრამ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერმა ჟურნალისტმა და თქვენთან მე ამას თამამად ვამბობ. თქვენთან და კიდევ რამოდენიმე პოპულარულ ქართულ წამყვან ჟურნალისტთან ეთერში, იმიტომ რომ შემიძლია თვალებში შემოგხედოთ, რადგან თქვენთან არ მაქვს ეს პრეტენზია და მარტივია ჩემთან ამ ჩემთვის ამ ეთერში ლაპარაკი. როდესაც ამ ადამიანებს არ უჩნდებათ მოთხოვნილება, არასოდეს რომ თქვან ის სხვა მხრიდან რა ხდება მათთან მიმართებაში, მე მათ დავიცავ, მაგრამ მადამ პატივისცემა ვერ მექნება. ამას ვამბობ სრულიად ღიად. წინააღმდეგი ვარ, ყოველთვის დავიცავ მათ უფლებებს, ყველა ადამიანის უფლებას, ვისაც შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ მათ მიმართ პატივისცემას მიმოგთხოვენ, იმიტომ რომ, როდესაც შენ ამბობ, რომ ეთერში ხმამაღლა მე ვნახე ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ის ძალიან გრძელი სიუჟეტი, როგორი მოძალადია ოპოზიცია ჟურნალისტებზე, მაგრამ იქვე რომ არ გიჩნდება მოთხოვნილება, რომ ილაპარაკო, რას გიშვება ხელისუფლება, ცუდია, თუმცა ჩვენ ამ ადამიანების აღზრდით ვერ დავკარგებით, ყველა აკეთებს ისევე როგორც ალბათ უნდა ითქვას ერთი ისიც, რომ რადგან ეს არის საავტორო გადაცემა, მოდით მივცე მაშინ ჩემ თავს უფლებას, როდესაც აწყობს სირცხვილის დერეფანს, ეს არ ეხება მთელ ოპოზიციას, ძალიან დიდ ნაწილს ალბათ მართლა ძალიან გულწრფელი პატივისცემა უნდა დაუდასტუროს ხალხმა, მაგრამ არიანი ბევრი პოლიტიკოსი არის, რომელმაც ალბათ ჯერ პირველ რიგში ჯობს, რომ თვითონ გაიაროს და პასუხები გასცეს ამ სირცხვილის დერეფანში, ვიდრე გაატარებს ჟურნალისტებს. ეს ისე. კი ბატონო, მოდით ხვალინდელ შეხვედრაზე მინდა ორიოდე კითხვა და სხვათა შორის როდესაც მე ვსაუბრობ ნიკა ავალიანის ფაქტზე, ქალბატონო თინა, მე არ მინდა ისე ჩამეთვალოს, რომ შემდეგ რაც მოხდა ამ ბიჭების დაკავების შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია, მე ეს მომწონს, სწორედ ამ შეკითხვებს დაუსვამე თქვენ შემდეგ მიხეილ მაჭავარიას, გავრცელებული ინფორმაცია მათი წამების, შეურაცხყოფის და ასე შემდეგ, იგივე უცნობის ცემის და ასე შემდეგ ამ თემებზე უკვე შემდეგ ბლოგში გვექნება საუბარი, ანუ მაყურებლის გასაგონად მინდა ვთქვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვთქვათ იმ წამების ფაქტებს შეიძლება რაღაცნაირად ვემხრობოდე. რასაკვირველია, ეს იყო უმძიმესი, როგორც მე განვითარდა, მაგრამ ის რაც ხდებოდა მანამდე იყო ძალიან ცუდი. მკვეთრად ცუდი. ქალბატონო თინა, მითხარით, ხვალინდელი დღის შედეგი წინასწარ 100-დან 99% შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ იქნება უარი გადადგომაზე. რას აპირებს ოპოზიცია? არ ვიცი. მე არ ვიცი, ესე არა ვარ დარწმუნებული ხარ, როგორც თქვენ, რომ 100-დან 99% იქნება უარი. თქვენ მე მგონი იდეალისტი ხართ, ხო? და მე არ ვარ, მე ძალიან რეალურად უყურებ მოვლენებს და ძალიან რეალურად ვხედავ დინამიკას ამ ერთი თვის განმავლობაში, როგორი დინამიკა იყო სახელისუფლებო ფრთის მხრიდან. და ჩვენ ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ, დაწყებული იქიდან, რომ საუბრობდნენ მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე და რაღაც ესე ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აბსტრაქტულ თემებზე და დროში ძალიან გაწელილ თემებზე თან მათ შორის, რომელიც ჩვენი გადასაწყვეტი აპრიორი და პირველადად არ იყო და შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო ცოტა უფრო მიწაზე დაეშვა, ბოლომდე არა, მაგრამ ცოტა უფრო მიწაზე დაეშვა და უცებ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ უიმე ხო ისე მართალია თურმე სააკაშვილს ძალიან ბევრი უფლებამოსილებები ქონია და იქნება მოდით ახლა ამაზე ვილაპარაკოთ. დინამიკა სახეზეა არაადეკვატური, კლავაც არარეალისტური, არამყისიერი შედეგების მატარებელი, მაგრამ დინამიკა სახეზეა. მე არ ვუყურებ ასე, რომ 100-დან 99% შემთხვევაში ხვალინდელი შეხვედრა იქნება უშედეგო. მე ასე არ ვხედავ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია, ერთადერთი რამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ოპოზიცია დარჩება კონსტიტუციის ფარგლებში, ოპოზიცია არსად შევარდნას არ აპირებს. თუმცა ითქვა, რომ თუ ეს პროცესები მშვიდობიანად არ დამთავრდება, მაშინ ძალი და შეჯახები დამთავრდება, ეს ბოლო კითხვა ჩვენ არსად შევარდნას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ არავითარი ძალისმიერი მოქმედებების განხორციელებას, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ დავატრიალოთ ისეთი მდგომარეობა შემოვაბრუნოთ უკან, როდესაც ქვეყანას განვითარების პერსპექტივა კიდევ ერთხელ წაერთმევა, მაგრამ ბუნებრივია, რომ თუ არა ნაკლები, თუ არა მეტი, უფრო სწორედ არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებასაც. აი ეს ფაქტი რომ გავიხსენოთ, როდესაც ძალიან დამძიმდა მდგომარეობა ქვეყანაში, ხომ? იმავე ავალიანის ფაქტთან დაკავშირებით და დაპატიმრებული იყო. შეგიძლიათ მე მითხრათ, რაიმე ლოგიკა. როდესაც ამდენი ადამიანი დგას ქუჩაში, ამდენი გაბრაზებული ადამიანი დგას ქუჩაში, რაიმე ლოგიკა იმისი, როდესაც ამ სამ ბიჭს აწამებენ და როდესაც ზუსტად იციან, რა მნიშვნელობა აქვს სინამდვილეში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა და უმძიმესია, როდესაც მათ აწამებენ, მაგრამ როდესაც მათ ზუსტად იციან, რომ 100 კაციდან 100-ვე დაიჯერებს,
რომ ისინი აწამეს. იმდენად აქვს ამ ხელისუფლებას შერყეული ნდობა საზოგადოებაში, როდესაც ზუსტად იციან, რომ 100 კაციდან 100-ვე დაიჯერებს, რომ აწამებს, ის ამაზე მიდის, შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ქვეყანაში მოვლენები კიდევ უფრო დამძიმდეს. ესეთ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. იგი მუდამ პროვოცირების რეჟიმშია, გვიწვევს ჩვენს და საზოგადოებასაც. ეს მუდმივი ლაპარაკი იმაზე, რომ 5000 დარჩნენ, 7000 დარჩნენ, 12000 დარჩნენ. ეს არის გამოწვევა საზოგადოების, ცეცხლსნო ეთამაშებიან, მე მინდა უთხრა, გავიმეორო კიდევ ერთხელ ეს სიტყვები. გუშინ ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რამდენი ვართ. დაამტკიცა კიდევ ერთხელ, რომ 9 აპრილს მოსული ხალხი არსად არ წასულა. არსად არ წასულა და არც 2 ნოემბერს გამოსული ხალხი წასულა. სადმე არც 13 იანვარს, არც 20 იანვარს და მთელი ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში ხალხი რომ ქუჩაში გამოდის, ის ხალხი ზუსტად ისეთივე გაბრაზებულია. გუშინ მათ ეს აჩვენეს, გუშინ უამრავი ადამიანი იყო რუსთაველის გამზირზე. ეს იმის გამოც მოხდა, რომ სწორედ ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ და სააკაშვილთან მოსალოდნელი შეხვედრის მოლოდინში ხალხმა გამოვიდა ქუჩაში და უთხრა ხელისუფლებას, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ, არ გქონდეთ ილუზია, რომ გაილია, დაიღალა, ჩვენ ისევ აქ ვართ, ისევ აქ ვიდგებით და ყველა გადამწყვეტ მანამდე სანამ ამ ხალხის სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა. მანამდე სანამ ამ ხალხის სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა ქვეყანაში რეჟიმის ცვლილების შესახებ არ იქნება დაკმაყოფილებული. იმიტომ რომ კაცი რომელმაც ქვეყანას ყველა კატასტროფა დამართა ამ 5 წლის განმავლობაში, რაც შეიძლებოდა რომ დამართო და ეხლა რომ ამბობენ რომ სახელმწიფო მუშაობს, რომელი სახელმწიფო მუშაობს? ყველაზე მინიმალური ერთ წიანდებას ვიტყვი, ხო? ყველაზე მინიმალური ფუნქცია და მაქსიმალური ფუნქცია რო ავიღოთ სახელმწიფოს. მაქსიმალური კანონშემოქმედება და მინიმალური ნაგვის გატანა. ვერცერთს ვერ აკეთებს ეს ხელისუფლება. და შუაში გრძელი ციკლია. ვერაფერს ვეღარ აკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვხდება კაცი, რომელიც თავის თავს პრეზიდენტს ეძახის, ხო? რომელ სახელმწიფოზე ვლაპარაკობ? დროა, რომ ერთხელ მაინც 6 წლის მანძილზე სააკაშვილმა ის რისთვისაც მოვიდა ხელისუფლებაში და რისი ოცნებითაც მოვიდა, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში შესულიყო გმირის სახელით. აი ამ ისტორიისკენ მიმავალი ნაბიჯი გადადგას. მას ეს შანსი აქვს და გამოიყენებს ხვალის ამ შანსს თუ არა, ამას ყველანი ერთად ვნახავთ. კარგით, ქაბატონო თინა, მე მინდა სტუდიაში მოვიწიო მიხეილ მაჭავარიანი და ბოლო კითხვა დაგისვათ 26 მაისს ვინ იდგება რუსთაველზე. როგორ აი ძალიან ნაადრევად შემოვიდა. გამარჯობა, როგორ ძანდებით ბატონო მიხეილ. ვინ იდგება 26 მაისს რუსთაველზე? ოპოზიცია თუ ხელისუფლების აღლუმი ჩატარდება? 26 მაისს რუსთაველზე იდგება ქართველი ხალხი, რომელიც კიდევ ერთხელ გააპროტესტებს, რომ ჩვენი ჯარის, ქართული ჯარისგან არ მიიღოს აღლუმი იმ კაცმა, რომელმაც ამ ჯარს შეურაცხყოფა მიაყენა მრავალგზის და ყველაზე ბოლოს მუხროვანში, როდესაც სკოლის მასწავლებელივით დაიბარა ჯარისკაცები, აკადრა ის სიტყვები, რაც აკადრა და კიდევ ყველაზე მთავარი, რომელმაც იკადრა ის, რომ ეთქვა, რომ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც 6 თვის წინ რუსებს ებრძოდნენ, ამ რუსებთან ერთად თურმე ერთად შემოვიდოდნენ თბილისის სასახლეში. აი ამ თავარსარდალთან, ამ თავარსარდლის გარდა. არა, დებატები არა უბრალოდ. იქნება ქართული ხალხი, რომელიც ამ კაცს არ მისცეს უფლება კიდევ ერთხელ შეიარყოს. იქნება ქართული ჯარი, იქნება ქართველი ხალხი, იქნება ის ადამიანები, ვინც დაიცვა რუსული აგრესიისგან საქართველოს, იქნება ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ძალიან ხშირად გვიკამათი ამაზე, მათ შორის შარშან. როდესაც ჩვენი ოპონენტები გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნები ჩაატარეთ 26 მაისამდე. რატომღაც 26 მაისი ჩვენ ოპონენტებს წარმოედგინათ, რომ ეს იყო სააკაშვილის ან ჩვენი დღესასწაული. ეს არის დღესასწაული, ეს არის დამოუკიდებლობის დღე, რომელიც თინიკო ჩვენ უნდა გავაერთიანებდეს. რაც არ უნდა დაპირისპირება იყოს. რაც არ უნდა დაპირისპირება იყოს, რაც არ უნდა იყოს მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება გახრიჩო, ჩვენ იმეუტოვართ პოლიტიკოსები. რომ ჩვენ გადავდგათ ყველა ნაბიჯი. დიდი მადლობა. რომ გავაერთიანოთ ქართული საზოგადოება. ბატონო, გეთანხმებით, ხალხური თქვენს მოედანზეა, ამ ცდელობას განახორციელებთ თუ არა, ყველანი ერთად ვნახავთ, მაგრამ თქვენ არა თუ ქართული საზოგადოების, არამედ ქართული ჯარის გახლეჩის ცდელობას განახორციელებთ და სწორედ ამიტომ ეს კაცი მთავარსარდალი ამ ქვეყანაში ვეღარ იქნება. ძალიან დიდი მადლობა მე დავემშვიდობები. ბატონი მიხეილი დაიკავებს ადგილს, მე კი ქალბატონო თინა მადლობას გადაგიხდი, წარმატებას გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა. მაშინ კითხვას აღარ დავსვავ. დიდი მადლობა ბატონო მიხეილი, რომ მობძანდით გადაცემაში. მოდით დავიწყოთ პირდაპირ პრინციპში მან უკვე თქვა ქართულ ჯარზე. მოდით გავცეთ პასუხი ქალბატონ თინა ხიდაშვილს და მე მინდა შემდეგ დავისვათ კითხვა, რას აპირებს ხვალ პრეზიდენტი და მისი გუნდი. მოგესალმებით. კითხვა ალბათ მუხროვანის ამბობს ეხება, იცით? ძალიან სამწუხაროა, რომ და პოლიტიკოსები იმის გამო, რომ თავისი პოლიტიკური შეხედულება დაამკვიდრონ,
ამკვიდრებენ აი ესეთ სტანდარტს რა, უნდათ რომ არარეალურ ქვეყანაში ამყოფოს საზოგადოება. გაგცემთ ინგა პასუხს თუ ასეთი კითხვები იქნება, რაც მათ არ აწყობთ და რაც არ მოსწონთ, ეს უნდა იყოს არასწორი და ტყუილი. რა არის არასწორი, რომ 2001 წელში რაც ხდებოდა, რაც კაკოელიავას დროს ხდებოდა, ეს სწორია და ის რომ იყო კონკრეტული მონაცემები, იყო კონკრეტული პირები, რომლებიც გამოძიებას აძლევენ ჩვენებას, იყო კონკრეტული მასალები, რომელსაც არასოდეს არ ენდობიან, იმიტომ რომ არ მოსწონთ ეს მასალები, იმიტომ კი არ მოსწონთ თქვენი სიუჟეტები, რომ არ არის ადეკვატური, არ მოსწონთ, ისე არ არის წარმოსახული, როგორც მათ წარმოუდგენიათ. ჩვენი სიუჟეტები უფრო ხშირად ამ წლების განმავლობაში არ მოსწონდა ხოლმე ხელისუფლებას, მოდით მარტო ოპოზიციის მისამართით ნუ გადავარდებთ ხო? იყო კონკრეტული არა, მე საერთაშორისო ქვების სასვლელად არ მოსულა. არც ბურთი არ მაქვს ჩემ მოედანზე. ჩვენი ბურთი ეს თუ არ გავიგეთ, რა არის საქართველო. ბურთ მოედან ფეხბურთის თამაში მე ვიცი შაბათ დილას დღესნახევარზე ვთამაშობ. იქ მეთამაშოს თუ უნდა ვისაც უნდა. ეს არის საქართველო, ეს თამაში არ არის, ეს არის საქართველოს ცდილობა რომ საქართველო გამოვიყვანოთ ამ რთული მდგომარეობიდან, სადაც აღმოჩნდით რუსული აგრესიის შემდეგ, ეკონომიკური მდგომარეობიდან, რომელსაც ჩვენ ოპონენტებს არ უყვართ საუბარი, მაგრამ კითხეთ ნებისმიერ ადამიანს. იმ ადამიანს მათ მხარდამჭერებს ლომების მიტინგზე მივიდნენ. რა იყო მუხროვანის ამბოხი? როდესაც პოლიტიკაში ესე ხდება, რომ გაურკვეველი სიტუაციაა, პროტესტია, გრძელდება ეს პროტესტი, ერთი მხრივ ვიღაცამ დაინახა, რომ ხელისუფლება ხო არ შესუსტდა. მოდი, ხო არ არის დრო იმ შავი პოლკოვნიკების არ იყოს ზოგიერთ ქვეყანაში, ხო არ არის დრო, რომ ჩვენ ავიღოთ ეხლა ინგა ხელისუფლება. ესეთი ადამიანები იყვნენ და ეს არ არის შემთხვევით. ის გვარები და სახელები არ იყო პირველად ამ ქვეყანაში წარმოშობილი. ამიტომ თუ ადამიანებს უნდათ და პოლიტიკოსებს უნდათ რომ ესე დაარწმუნონ თავისი ამორჩეველი, ეს ცუდი პრაქტიკაა, იმიტომ რომ ერთჩვენიერ დღეს ისე დაარწმუნებენ, რომ მე თავის თავზე შეიძლება ეს გადაწყდეს. იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა სულ ვერ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენ იმიტომ გვთავაზობთ პოლიტიკურ რეფორმებს, რომ ამ რეფორმების შედეგად შეიქმნას ისეთი გარემო, როცა ერთმანეთს კი არ დავემუქრებით და კი არ ვეთქვით, რომ მე შენი ოჯახი ვიცი საცხოვრობს, მე შენი ცოლი ვიცი სად მუშაობს, შენი შვილი ვიცი თუ დაინახავთ ხელისუფლების წარმომადგენელს მორალური ტერორი მოუწყვეთ. რა არის საქართველოში მორალური ტერორი? კი ბატონო, მორალურ ტერორზე ვისაუბრებთ, შემაგინებს და ეს არის მორალური ტერორი. უკაცრავად, მორალური ტერორი, ეხლა თქვენი ოპონენტი რომ მიჯდეს აქ, ძალიან ბევრი შეგახსენებდეთ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მორალური ტერორი იყო საცვლებიანი ადამიანების პირდაპირ ეთერში დანახვა, რასაც რევოლუციის შემდეგ ჰქონდა ხოლმე. მუხროვანის ამბოხზე ერთი წუთი თუ შეიძლება ჩაგეკითხებით. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი, იმიტომ რომ ხელისუფლება ძალიან გაუჭირდა, იმიტომ რომ რუსთაველზე უამრავი ადამიანი დგას და შიდა პოლიტიკური დაპირისპირებიდან უნდა რომ აქცენტი გადაიტანოს. იმიტომ რომ პრეზიდენტის იმიჯი, მთავარსარდლის იმიჯი, მათი განცხადებები მუდმივად ამაზეა აპელირება არის შელახულიო იმ გორის ფაქტის გამო. ამიტომ გაუჩნდათ წარმატებული პრეზიდენტი, რომელიც მიდის ჯარში, რომელიც ჯარის ამბოხზე საუბრობს და ასე შემდეგ. ამიტომ გაუჩნდათ ზოგიერთს ყოფილ ჯარისკაცს, ყოფილ ოფიცერს იმ ადამიანს, რომელსაც ასეთი გამოცდილება ჰქონდათ და რომელსაც ეპატიეთ ეს ყველაფერი, აი ამისით სტუნება. ხომ არ არის ის მომენტი, როდესაც აქ არის საპროტესტო აქციები, ხელისუფლება ასე იქცევა, გადააკეტია ერთი ქუჩა მეორე, ხო როგორც ჩანს არის იქ რა. ხო არ არის ეს იდეალური შანსი ავიღოთ ხელისუფლება ჩვენ ხელში, როდესაც ძალიან ახლოს იყვნენ ამაზე. გაიხსენეთ 90-იანი წლები. განა ეს ბანდები არ მართავდნენ თბილისში, რომელ უბანში ვინ არ აკონტროლებდა სიტუაციას. როგორც ჩანს, ვიღაცას ეს უნდოდა და გამოსავალი სწორედ ეს იყო. როგორც ჩანს, ეს ადამიანები ფიქრობდნენ, რომ აუცილებლად ის ძალა, რუსული ძალა, რომელიც заინტერესებულია, რომ აქ სიტუაცია აირიოს და თვითონ მართოს სიტუაცია და ამისი დასტური იყო დღევანდელი მათი პრემიერის გამოსვლა. კარგით, იცით რა, ეს ადამიანი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც რომ არ გინდოდეს, გაიგებ. პუტინის დღევანდელ განცხადებაზეა საუბარი. გასაგებია ბატონო რუსეთს არ უნდა საქართველოში ხოლოს სტაბილური ხელისუფლება. მე არ ვამბობ, რომ სააკაშვილი არ უნდა მარტო, მას არ უნდა სტაბილური ხელისუფლება, მას უნდა მარიონეტები, მას უნდა მუდმივი არეულობა, იმიტომ რომ იცის, რომ პრორუსული საქართველოში ძალა არ არსებობს. ხელისუფლების ძალიან საყვარელი თემაა ყოველთვის პრორუსულობაში დაადანაშაულოს ნებისმიერი ოპონენტი. ნოემბრის შემდგომი მე კონკრეტულად მიხეილ მაჭავარიანზე არ ვსაუბრობ, ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლებიც განცხადებებს აკეთებდნენ, რომ რუსეთის აგენტები არიანო ლამის გამოაცხადეს ნოემბრის შემდეგ ოპოზიცია. მე კი არ ვიგონებ, როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ის ვირტუალურია, ის არასწორია, ის ტყუილია, ის მონიტორზე კითხულობდა ის პოლკოვნიკი თავის ჩვენებას, მე კი არ ვიგონებ, მე ვამბობ იმას, რაც დღეს მოვისმინეთ მე და თქვენ ერთად
რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება. იმიტომ რომ ეს სიტუაცია რომ შენ წადი და აი მე რა იქნება? მე არ ვიცი რა იქნება. მე ვნახოთ, დავждეთ არჩევნები ჩავატაროთ, მე ვიღაცები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მე ვინ ჩატარდება არჩევნები, მე ვიღაცას არჩევნების შედეგი არ მოეწონება, ლიდერი არ არსებობს, გეგმა არ არსებობს არანაირი. უბრალოდ შენ წადი. გეგმა არ არსებობს, ლიდერი. იგივე მაპატიეთ შეგახსენებთ, იგივე ხდებოდა ვარდების რევოლუციის წინ იდგა თქვენი გუნდი, სხვათა შორის შევარდნაძეს, რომელიც ადანაშაულებდა ქვეყნის დანგრევაში, ნახევარზე მეც მაშინდელ მთავრობას თქვენი გუნდი წარმოადგენდა, მათ შორის მიხეილ მაჭავარიანი, მიხეილ სააკაშვილი, იგივეაც გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი აღარ წავალ ხა ძალიან შორს. იგივე არ ხდებოდა, მაშინაც იდგა უამრავი ხალხი, მოდით ვიყოთ ობიექტურად პარლამენტთან, მაშინაც იყო საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება არის არაადეკვატური და რომ ადამიანის უფლებები არის შელახული. მაშინ თუ კი მოხდა რომ პარალელების გავლება თუ გვინდა ძალიან კარგია, მადლობთ ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ბევრი ამბობს ამას, რომ რით განსხვავდება ეს სიტუაცია. განსხვავდება იმითი, რომ როდესაც მაშინ ჩვენ ვიყავით გუნდში და მაშინ იყო პოლიტიკური კრიზისი, იმიტომ რომ მაშინ 2001 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა პირველ რიგში ზურაბ ჟვანია, იმიტომ რომ მე არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას, რომ ზურაბი ამისთვის მზად არ ყოფილიყო. იმიტომ რომ როცა მე მივედი 2001 წელს და ზურას უთხრა რომ მე იქიდან მოვდივარ, იმიტომ რომ მე არ შემიძლია იქ გავჩერდი რა, ეს არ არის ის გარემო, ზურამაც მითხრა რომ არ არის შორს ის დრო, როცა მე წავალ და ზურაბი წავიდა შემდეგ ნოემბრის დღეებში. მე აგვისტოში წავედი, მაშინ იყო პოლიტიკური კრიზისი. მაშინ ინგა ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნების შედეგად მაშინდელ ხელისუფლებას უნდოდა რომ პირველ ადგილზე და საპარლამენტო უმრავლესობა მოეყვანა ასლან აბაშიძე და სახელისუფლებო შევარდნაძის გუნდი. უბრალოდ კი არ უნდა ხელისუფლებას. ლიდერებიც იყავით თქვენ ყველანი. მე უკვე აღარ ვიყავი. ძალიან ნუ ვიდავებთ ამ წარსულზე, იმ წლების განმავლობაში თქვენ იყავით ამ მოქალაქეთა კავშირის ლიდერი და შევარდნაძის ლიდერი კი არა, გენერალური მდივანი არ იყო. ხო, ამაზე მოგსაუბრე. იმისგან ერთ კაცს უთქვია, შენ კგბ-ს აგენტი ხარო, აგენტი კი არა, გენერალი ვარო. ლიდერი კი არ ვიყავი, გენერალური მდივანი ვიყავი. მაგრამ 2001 წელს მე გამოვედი აქედან და თქვი რომ მე მაგ არ მინდა მუშაობა. მაგრამ მაშინ წავიდა შევარდნაძე, თქვენი მოთხოვნის და რევოლუციის მიზეზი. მაშინ ამ ადამიანების მოთხოვნა ზურასი, მიშასი, ნინოსი, ჩვენი ყველასი ერთად იყო მოგვეცით არჩევნების შედეგები რაც არის. და ნუ გაამარჯვებიებთ ასლან აბაშიძეს და შევარდნაძეს გუნდს, როცა მათ არ გაუმარჯვებიათ. ნუ დაუწერთ პროცენტებს იმ პარტიებს, რომელსაც არ გადაულახიათ. მივიღოთ რაც არის შედეგები. ეს იყო მაშინდელი მოთხოვნა, ნუ მოგპარავთ არჩევნებს. ეხლანდელი პროტესტის შედეგი არის უბრალოდ უნდა შენ წახვიდე და მე რა იქნება და თქვენ ამბობდით ამ პოზიციებთან დაკავშირებით. მე ამ დღეების განმავლობაში აქ იყო საუბარი, ქალბატონი ნინო საუბრობდა, რომ წნეხის ქვეშ და ასე შემდეგ. მაპატიეთ, ინგა. რა წნეხზეა საუბარი? პირველი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მარტში გააკეთა და ალბათ თქვენ ამ არქივის დიდი ისახართ, შეგიძლიათ ამოიღოთ, რომ ის მზად არის შეხვდეს ყველა ლიდერს. 7 აპრილს ძალიან კარგად მახსოვს, მან კიდე ერთხელ ბათუმში განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს ყველა პრობლემატურ საკითხზე. 9 აპრილს მემორიალთან და მე სპეციალური განცხადება გააკეთა, გაიხსენეთ, მზად არის შეხვდეს ყველა ლიდერს. 28 აპრილს, როდესაც პატრიარქმა სპეციალური წირვა მოაწყო, შერიგების წირვა, მივიდა საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქთან და მან განაცხადა, დღეს სხვათა შორის ტრიალებდა ეს კადრები, ჩამოართვა ხელი არა მარტო ირაკლი ალასანიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც შეხვდეს რისთვის. ერთი წამი. ყველა იმ ადამიანს, ვინც საპროტესტო აქციაზე დადიოდა რეზო ჩხეიძეს და გადის ეს კადრები. დიახ, ძალიან კარგი და მან თქვა, რომ მზად არის ილაპარაკოს საქართველოს იმ მომავალზე, რომელიც აქვს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა და ძალიან კარგია, მე მივესალმები ამას, რომ კი არ ვეძებ განსხვავებას, როგორც თინიკომ თქვა, რომ ესენი ეძებენ, რომ ჩვენ ცუდები ვართ, მაგრამ ესენი ცუდები არიან. მე პოზიტიურად მივიშინებდი, როდესაც ირაკლი ალასანია ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ აუცილებელია შეხედრა, იმიტომ რომ ჩიხში არ შევიდეთ, აუცილებელია ჩვენ შევხვდეთ, ვილაპარაკოთ. ამავდროულად იყო საუბარი, მე ახლა გამიკვირდა, რომ იყო, რომ არ უნდათ თუ შეხვედრა და შევიდეთ. გაიხსენეთ აღდგომის წინ ვინ საუბრობდა, რომ დიალოგი უმერთო მაპატია ეშმაკის არისო. გაიხსენეთ ვინ უძღვნიდა ოდებს. კი ბატონო, მაგრამ ბატონო მიხეილ, შეხვედრა ინგა ძალიან კარგია რომ შეხვედრა გასაგებია რომ თქვათ აკეთებდა პრეზიდენტი განცხადებებს, მაგრამ მოდით გავიხსენოთ ძალიან კარგია ინგა, ძალიან კარგია. არაადეკვატური იყო ეს შემოთავაზება, დაიწყეს ეკონომიკური კრიზისი, თო ხელისუფლება ეხლა მაგაზეც ვილაპარაკე. და ეხლა მივიდა რაღაც საარჩევნო ინგა, მაგაზეც ვილაპარაკე. ძალიან კარგია, მე მიხარია და ეს არ ჩათვალოთ, ძალიან გთხოვთ. არც თქვენ და არც მაყურებელმა რომ მე ახლა ვეძებ რომ შიგნი განხეთქილება. პირიქით მე მიხარია რომ ოპოზიციის შიგნით გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ შეხვედრის გარეშე პრობლემა არ გადაწყდება. მაგრამ შეხვედრა ერთადერთი შედეგით უნდა დასრულდეს, მიპასუხეთ ამაზე. მათი მოთხოვნა უნდა გადადგეს სააკაშვილი. ხელისუფლების გუნდის პასუხი როგორია აი ამ სააკაშვილის პასუხი რაც იქნება ხვალ, ამას თქვენ ხვალ შეხვედრაზე მოისმენენ ის ადამიანები, ვინც მივლენ ამ შეხვედრაზე.
შეხვედრა გაიმართება და მე დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები არიან ამ ქვეყნის პატრიოტები, მიუხედავად იმისა, რას ვაკეთებდით აქამდე, რა შეცდომები იყო დაშვებული ჩვენი მხრიდან, მათი მხრიდან, საკითხები ყველა ვარიანტში მივა იმ თემამდე, რაც ჩვენ გვაწუხებს. რა თქმა უნდა, იქნება პროტესტის საკითხები, იქნება ის საკითხები, ინგა, როგორ არ მივიყვანოთ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, იმიტომ რომ ძალიან ძიმე მდგომარეობაშია, ბატონო მიხეილ, გამოყვანაზე უნდა იყოს საუბარი. ხო და როგორ თავიდან არ მივიყვანოთ აქამდე. არჩევნები რო ჩატარდება ინგა და მე ერთ ხელისუფლებას, ერთ წაგებულ ნაწილს რო არ მოეწონება შედეგები. როგორ მოქმედებს ეს წაგებული ნაწილი? ემზადება მომავალი არჩევნებისთვის თუ ემზადება იმისთვის, რომ თავის მომხრეები ქუჩაში გამოიყვანოს და მე აი ასე როგორც თავის დროზე თქვენქენ. არა, ჩემო კარგო. არა, ქენით, როგორ ჩემო კარგო, ჩვენ არ ქენით, ჩვენ მოემზადეთ. იგა, მოდი გავიხსენოთ, ჩვენ ობიექტური ადამიანი ხარ და ჩვენ ერთმანეთს ვისწავ დიდი ხანია. საარჩევნო შედეგები არ დააკმაყოფილა თავის დროზე თქვენი გუნდი და ამიტომ დაიწყო ის არჩევნება შედეგმა კი არ დააკმაყოფილა. კი არ დააკმაყოფილა. იყო ორი შედეგები არჩევნების, რომელიც დაწერა ხელისუფლებამ და შენს კარგად იქცი ძალიან რომ 2003 წელს ასლან აბაშიძე პირველ ადგილზე ვერ გავიდოდა საქართველოში და ვერ ძედვარ შევარდნაძე. იყო პარალელური დათვრა, რომელმაც დადო სულ სხვა შედეგები ისფედის. იყო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში არ ჩატარებულა არჩევნები განსხვავებით ეხლანდელი სიტუაციის. მაგრამ რა უხოთ მაშინ დღევანდელ პარლამენტს, სადაც ასევე არ ვიცი, უზარმაზარი რაოდენობით გავიდა ნაციონალური მოძრაობა და ამ პროცენტი ერგო ოპოზიციას. აყალბებული არჩევნების შედეგად მიღებული პარლამენტი, ასეთია ხო? ასეთი არ არის შეფასება არც საერთაშორისო ორგანიზაციების და არც იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების. ჩვენ მაშინ ვსარგებლობდით სამართლიანი არჩევნების მონაცემებით, ხელში გვეჭირა მონაცემები და ვეუბნებოდით, აი ბატონო, ეს არის მონაცემი. ეხლა დაუბრუნდეთ ამ თემას. ოპოზიციის კითხვების დასმა თუ შეიძლება მე თქვენ ვკითხეთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, პარლამენტის რომ არის თუ არა ეს პარლამენტი რამეს წარმოადგენს თუ არა. არა, რამეს წარმოადგენს კი არა, ბატონო მიხეილ, მოდით შევხედოთ ეხლა რეალობას. პარლამენტში ზის თავიდან ბოლომდე ნაციონალური მოძრაობა, ძალიან მცირე დოზით ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც არ დგას დღეს ქუჩაში და დანარჩენებმა გამოუცხადეს პარლამენტს პროტესტი, იმიტომ რომ მათთვის ასევე აღმოჩნდა მიუღებელი ის შედეგები, როგორც თავის დროზე თქვენთვის. ამიტომ სვამ ამ კითხვას, თქვენთვის შეიძლებოდა შეჭრა, თუნდაც ვარდებით ხელში, წინ მიგიძღოდათ მიხეილ სააკაშვილი და უკან მიყვებოდით ყველანი. ეხლა ეს ადამიანები არსად არ იჭრებიან, დგანან, აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ადეკვატური პასუხი გვინდაო. ისინი ითხოვენ პრეზიდენტის წასვლას. თქვენ ეუბნებით, რომ მოდით და ვისაუბროთ სხვადასხვა თემებზე. თქვენ ინგა მათ თემებს თავაზობთ, ისინი არ ითხოვენ არჩევნების გამო. მე გეთანხმებით, რომ თვითონ სიტუაცია ეს ადამიანები ამბობენ, რომ უპირობოდ უნდა გადადგეს სააკაშვილი და სხვადასხვა თემებს ასახელებენ. ეხლა რაც შეეხება პარლამენტს. პარლამენტი საერთოდ აი ესეთი სიმბოლოა, ეს არის აუცილებელი საპირწონე უნდა იყოს. უნდა იყოს ხელისუფლება, უნდა იყოს ოპოზიცია. როდესაც ოპოზიციამ ვარი თქვა. დიახ. პარლამენტში მონაწილეობაზე ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დააყენა თვითონ პარლამენტი. ამიტომ ვიყავით ჩვენ უპრეცედენტო დამწყობები და საპარლამენტო ოპოზიციას. იყო სპეციალური სამაგობრძო კომისია, მივეცით მათ ყველა ბერკეტი დაწყებული იუსტიციის საბჭო, მარეგულირებელი, რომელიც თუმცა არაქმედით უნარიანია, მაინც ეს ყველაფერი იმ თვალსაზრისით, რომ წარმოიდგინე თუ რომელიღაც ძალას არ მოეწონა არჩევნების შედეგები და ისევ არ შევიდა პარლამენტში და თქვა რომ მე არ შევალ პარლამენტში, დაველოდები როდის დაესხმება რუსეთი საქართველოს, გაახვევს ავანტიურაში და მე არ მოეწონება პუტინს ეს ხელისუფლება თუ ვიღაცა უგიტინს და ვიღაცა ტინს რა უпростоრად. და ამიტომ დაველოდები რომ აი სიტუაცია დავძაბო ამ სიტუაციას. ეს თემა ამოვწუროთ, თუმცა ოპონენტი რომ გეჯდეთ, გეტყოდათ რომ რუსეთზე საუბრობთო, თავად ივანოვი ჩამოვიდა ერთხელაც ვარდების რევოლუციის დროს და შემდეგ ასლან აბაშიძეც ისევ ივანოვმა წაიყვანაო. მე არ მინდა რომ მხოლოდ ამ თემებით შემოვიფარგოთ. ბატონო მიხეილ, რატომ შინაგან საქმეთა ოპონენტი როიჯდეს მე ვუპასუხებდი თქვენ ახლა გამისვით კითხვა და თქვენ გიბოს. კარგით. შინაგან საქმეთა სამინისტროში რატომ გადაწყდა პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციასთან? ისინი პირდაპირ აკეთებენ განცხადებას, ამით და არა აქვს მნიშვნელობა მათთვის. ოპოზიცია ამბობს, რომ ამით ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ქვეყანა დგას ვანო მერაბიშვილზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კი არა, სინამდვილეში ვანო მერაბიშვილი მართავს ქვეყანას. მნიშვნელობა არა აქვს ადგილს, მნიშვნელობა აქვს იმ მოლოდის. ძევალი უწოდეს პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის. მნიშვნელობა აქვს იმ მოლოდის, რა მოლოდინი აქვს აქ ჩვენ საზოგადოებას. ჩვენ საზოგადოებას, მათ შორის იმ ათასობით ადამიანს, რომელიც
გაბრაზებულია და უკმაყოფილოა ცხოვრებით, რომელთა ნაწილი გავიდა მანიფესტაციაზე, ნაწილი არ გავიდა მანიფესტაციაზე, ჩვენ გვესმის ამ ადამიანებს. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებს ჭირდებათ კონკრეტული გადაწყვეტილებები და როცა ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ეკონომიკაზე რატო ლაპარაკობთ, უსაფრთხოებაზე, ამათი ადამიანების პრობლემების გადაწყვეტა არის ამაზე გადის. ჩვენ პოლიტიკურად უნდა შევქმნათ სტაბილური საზოგადოება, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას უნდა მივცეთ სამუშაო ადგილები, უნდა შევქმნათ პირობები, რომ ეკონომიური უნდა მიეცა ეს ალბათ, ხო, ეს იქნებოდა ოპოზიციის ნებისმიერ შემთხვევაში პასუხი. ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ სამუშაო ადგილები, ეკონომიკური მდგომარეობა და ასე. ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ ბევრი რამე გასაკეთებელია. იმ რუსული აგრესიის ფონზე, ეკონომიური კრიზისის ფონზე ჩვენ გვინდა არ გვინდა იმ ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში იქნებიან და ვართ, მოგვიწევს ამ თემებზე საუბარი, მაგრამ არა ისე, როგორც აქ ზოგიერთი ოპონენტები ამკვიდრებს, რომ იცით როგორი ისა დამოკიდებულებაა, აი, რომელიც 90-იან წლებს მახსენებს, როდესაც მე ძალიან პატარა ვიყავი, არ ვიყავი პოლიტიკაში ჩართული, როდესაც შავები და თეთრებად იყოფოდა რა. თვითონ მკვიდრდება ისეთი გარემო, რომ თუ ჩვენ ვიქნებით, ისინი აღარ იქნებიან რა. თუ ისინი იქნებიან, ჩვენ აღარ ვიქნებით. აი ამ დაძაბულობამ წარმოშვა ის, რასაც თქვენ საუბრობდით, იმ დაპირისპირების შემდეგაც, ბატონო მიხეილ, გავიხსენოთ ყველა ის ცნობილი დაპატიმრება, რომელიც შეეხო ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არა. კონკრეტულ ბრალდებებზე თუ ჩვენ ვიქნებით, ისინი არ იქნებიან. ბიზნესის წილების წართმევები და რა ვიცი, რამდენი ბრალდება იყო კონკრეტულ ბრალდებებზე და თუ თქვენ გაქვთ ეს კითხვები, დიდი სიამოვნებით, მათ შორის კითხეთ იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებდნენ, მე მზათა ვარ გავცე პასუხი ყველა საკითხზე, რომელიც კი ბატონო. მოდით ერთი კადრი მინდა გაჩვენოთ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე დღეს გაკეთდა განცხადებები, რატომ იქ შეხვედრაო და ამის შემდეგ მექნება თქვენთან კითხვა კონკრეტული. თუ შეიძლება, სწორედ აი 6 რიცხვის კადრები მინდა, სადაც პოლიცია ყვირის მიშას. რამდენი მიშას ძმებო, საქართველოს დაიყურეთ პოლიციელებო. ეს ბატონო მიხეილ, შემთხვევით არ მიხსენებია, როდესაც ხვალ არის შეხვედრა პოლიციის ახალ შენობაში. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ამითიო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პოლიცია გვაქვს პოლიტიკური, რომ ქვეყანა არისო პოლიციური. ეს კადრები მეტყოლებს ამაზე. კიდე ერთხელ მინდა ვთქვა და არ მინდა დაიკარგოს თავი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის შიგნით იმ აზრმა, რომ შეხვედრა უნდა შედგეს და ჩვენ უნდა ვეძებოთ ერთად გამოსავალი, გაიმარჯვა. ეს არის მარტივი პროცესი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც მიაჩნდა, რომ შეხვედრა აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი წევრი ვარ მე, ხო, ამ საზოგადოების. ვიცი, მართალი ვძანდები და ბევრი ასეთი. თქვენ ინგა ხართ აი გარკვეული ცარკე. თქვენ ირეკლავთ იმ ადამიანების უმეტესობას, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც უყურებს აზრს და მე იმისკენ იხრებით, ვინც უფრო სწორია და უფრო მეტია. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ. აი ახლა მე მაინტერესებს ამ კადრებზე. კი ბატონო, მე კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, ეს კარგი გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს ხელისუფლებამ და იმ ადამიანებმა, ვინც ამ შეხვედრაზე სწავლენ, კიდე ერთი პოზიტივი და არა ის, რომ რაღაც ნეგატივი ვეძებოთ. ჩვენ ნაბიჯები უნდა ვეძებოთ, რა გაგვაერთიანებს, როგორც მივალთ ერთად 26 მაისზეც და როგორც მივალთ ერთად გამარჯვებაზეც. აი ეს ფონი, რომელიც შექმნილია ინგა, აი ეს კადრები, რომელიც თქვენ ბრძანეთ, არის ძალიან მძიმეა, როდესაც პოლიცია ყვირის მიშას. ძალიან მძიმეა და ეს არის ქართული საზოგადოება არა აქვს ძალიან დიდი ტრადიცია ამ პოლიტიკური და დემოკრატიული ცხოვრების. გაიხსენეთ 90-იანი წლები. მაშინაც რატომ ხსენებთ ასე ხშირად 20 იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვიყავით. ამ რეალობა მაჩვენა რომ ჯერჯერობით მსგავსი არ ხდება. იმიტომ რომ ხელისუფლება აღმოჩნდა თავის სიმაღლეზე, იმიტომ რომ ჩვენ იმ ტყვიებით თქვა, არა მე იმ პროვოკაციაზე რომელიც ლიდერებს მოხდა, იმ ბიჭების წამებით, რომლებიც დაიჭირეს მაშინ ჟურნალისტების გამო. ქალებს ადამიანებმა დაკარგეს თვალი, ჟურნალისტები იქნა ნაცემი, ამითი აჩვენა. მომეცით საშუალება და მაგაზეც ვილაპარაკებთ. მე არ გაუბივარ არც ერთ თქვენ კითხოს. ამ ადამიანი, რომელიც ყველაზე მკვეთრად გამოხატული ოპოზიცია, მე მინდა კი ბატონო, ერთ კითხვაში მინდა ეს ჩავატიო, აი როცა თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება მესაჩვენა, რა აჩვენა, მე სხვებს არაფერს არ დაგისვამ დღეს კითხვას, იმიტომ რომ არ იძლევა ეს ქრონომეტრაჟი ამდენი საშუალებას. აი იმ ღამეს რაც მოხდა, ლიდერები შუბში ტყვია, სნაიპერებმა ისროლეს, იმიტომ რომ პირდაპირ შუბში ტყვია. თვალები დაკარგეს ადამიანებმა. ის ბიჭები, რომლებიც კიდე ერთხელ ვიტყვე, მე ჩემი კოლეგის უფლებებს
ვიცავ ამ შემთხვევაში და ძალიან მძიმე იყო, როდესაც ხელკეტი ურტყეს, მაგრამ შემდეგ უცბად გავრცელდა ინფორმაცია, აწამეს ეს ბიჭები, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. უცნობი, რომელმაც გალავანზე გადაძვრა, რომელიც, მაგრამ რა საჭირო იყო ამ ადამიანს დასეოდა ამდენი პოლიციელი და სისხლჩაქცევებით იგი დაწოლილიყო შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში. ხო შეიძლებოდა მინიმუმ თუ კი რაღაც კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, რაღაცა ასევე კანონდარღვევით რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ. იყო თუ არა ეს იმისთვის გაკეთებული, რომ შიში დაეთესათ ხალხს? სწორედ ამას ვამბობ, ინგა. რომ ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია და რომელსაც პრეზიდენტი თავაზობდა აქციის დაწყებამდეც და თავაზობდა მუდმივად და ეს ძალა ოპოზიციის შიგნით გაჩნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება და დღევანდელი შენი დებატები ამის დადასტურებაა, რომ არ იყო იქ ერთიანი პოზიცია, რომ ეს კარგია და ეს არის გამოსავალი. იქ იყო სხვადასხვა პოზიციები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ხვალე შეხვედრა გაიმართება. ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი იყო, რომ წინა შეხვედრაზე რაღაც კონკრეტული საკითხები ყოფილიყვნენ. აი, როცა მე ვსაუბრობდი 90-იან წლებზე, ეს იმიტომ, რომ აი ამის ისტერიის დამკვიდრება ხდებოდა, ინგა. ჩვენ ამას სისხლი უნდა დაიღვაროს. ცოტა სისხლი აუცილებელია დემოკრატიისთვის. აუცილებელია, რომ მორალური ტერორი მოაწყეთ, დაპირისპირება და ეს ფაქტები, ძალადობის ფაქტები, რომელსაც არ შეიძლება მოგწონდეს, არ შეიძლება ამას სამწუხაროა. ამ წლების განმავლობაში ძალადობას თქვენგან ქართულ საზოგადოებას სამწუხაროდ აქვს დიდი გამოცდილება დაპირისპირების და აი ამ ქიშპობის, მაგრამ აი ეს დემოკრატიული არ აქვს და ამიტომ როცა ხარ პოლიტიკოსი და როცა შენს უკან დგას ძალიან ბევრი ადამიანი, როცა შენ სიტყვას აქვს დიდი ფასი, უნდა დაუკვირდე, რას საუბრობ, რომ არ გამოიწვიო იმის პროვოცირება, რასაც მე შეიძლება შენ მსხვერპლი გახდე. კი, მაგრამ იქ ზნეობრივ მაგალითზე რომ საუბრობდე, რა სიტყვით ამაზე, ბატონო მიხეილ, იგივე უცნობის ფაქტი, ადამიანს ხელში ეჭირა ბავშვების ჩვენებები და ამბობდა, რომ ხალხო ამ ბავშვებს საშინელებას უშვებია. ამისთვის სხვა გზა არსებობდა. მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ. პოლიციის სამმართველო თბილისის არ მიუტანიათ რუსაველის გამზირზე. როდესაც ეს ადამიანები დაიძრნენ და იქ კარიან კარგად ისმის, ვინ ვის რას თავაზობს და რას ჩურჩულებს, ხო? ეს იყო გამიზნული. რას? მიდი ეუბნებიან, რომ მიდი გადადი ახლა და დაიწყო. აბა რატო გადავიდა ეს ადამიანი? აწამებდენო იქ ამ ბავშვებს. ამისი გარკვევის უამრავი სხვა ფაქტი არსებობს, მით უმეტეს თუ ამის გარკვევის სურვილი არსებობდა, არიან იქ ადვოკატები, არიან უამრავი სხვა ინსტიტუცია, რომელიც ამის გარკვევა შეიძლებოდა და არა შტურმი ქალაქის სამმართველოში, არა გამოხსნა. იქ არ იყო პეტიციის გადაცემა, ინგა. მაგრამ მე არ მინდა ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ეს თავის თვალით ნახა. მადლობა ღმერთს, ყველამ თავის თვალით ნახა, რომ ხელისუფლება ერიდებოდა და სწორად იქცეოდა. ჩვენ არ შევდიოდით პარლამენტში, რომ მიზეზი არ მიგვეცა დაპირისპირების. ჩვენ, როდესაც ქუჩები გადაიკეტა კანონიერად თუ უკანონოდ, მე ეხლა შემიძლია ძალიან ბევრი ვიკამათო, რომ არანაირ კანონში ეს არ წერია, მაგრამ ჩვენ მივეცით ამის საშუალება, რომ არ ყოფილიყო დაპირისპირება. ჩვენ მივეცით ადამიანებს საშუალება თავისი პროტესტი გამოეხატათ, მაგრამ აი როცა აი აქამდე მიდის, ამის გარკვევა იმ ბიჭებთან დაკავშირებით ჯერ ესეთი მე მიმაჩნია, რომ აი ამ ადამიანი ჟურნალისტის თავდასხმის ფაქტზე ის ღონისძიება იყო სწორი. კი ბატონო, ეს იყო ძალიან ძიმე, მაგრამ თუ კი აკავებდნენ და პასუხისმგებლობაზე იყო. სხვა შორის იქ მე სოზარ სუბარი საუბრობდა, ამას წინათ მეუბნებოდა, რომ იმაზე მეტი შეიძლებოდა მათთვისო წაეყენებინათო, ვიდრე გირგლიანის მკვლელებს მიუსაჯესო. ეს მე არ მინდა ეხლა ამ თემაზე ვისაუბრო უბრალოდ. ბატონ სოზარი, კი ბატონო, მაგრამ სახალხო-დამცველია და მის განცხადებას თუგნებავ თქვენ მოიწვიეთ ერთი მხრივ ბრალდება, მეორე მხრივ დამცველი და მას მოკითხეთ. მე არ ვამართლებ არაფერს, ძალადობას არ ვამართლებ, არც ის რაც მოდის ფაქტები, რომელიც არსებობს თუ არის ეს ხელისუფლების წარმომადგენლების და არც ოპოზიციის, მაგრამ ძალადობა წარმოშობს ძალადობას. აქამდე არ უნდა მივიდეთ, როცა მე ვიხსენებ 90-იან წლებს, მე უბრალოდ ჩემ თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მაშინ მინდა არ მინდოდა ამას ყველაფერს უყურებდი, რუსთაველის გამზირზე ვცხოვრობდა, აი ეხლაც და მაშინაც ეს ყველაფერი ასე ხდება. აქამდე არ უნდა მივიყვანოთ და ძალიან კარგია. მე ამით მინდა დავამთავრო. იმითი კი არა რა გვაშორებს ჩვენ და ოპოზიციას. ძალიან კარგია რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იმისთვის რა იმედიც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რომ ვეძებოთ რა გვაერთიანებს, რომ გამოვიდეთ ამ რთული სიტუაციიდან, რომ ვეძებოთ ინსტიტუციონალური და არაპიროვნული. კი ბატონო, მე ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, ბატონო მიხეილ, 100-დან 1%-ით მაინც თუ არის იმის შანსი, რომ ხელისუფლებამ დააკმაყოფილოს ოპოზიციის მოთხოვნა. 100-დან 1% მაინც თუ განიხილავს ხელისუფლების გუნდი, რომ სააკაშვილი შეიძლება წავიდეს თანამდებობიდან. მოდით დაველოდოთ იმ შეხვედრას, რაზე იქნება იქ საუბარი და მერე ვისაუბროთ. მე ერთი რამე ვიცი, რომ ოპოზიცია თუნდაც ორი კვირის წინ კატეგორიულად მიუღებელი იყო მისთვის შეხვედრა და დიალოგი. ძალიან კარგია, რომ ეს გადაიდგა. მე
მივესალმები და მართლაც პოლიტიკაში უნდა ვაჟკაცობა გქონდეს, რომ შენ აღუდგე წინ შეიძლება უფრო შენზე დიდ ტალღას, მაგრამ თუ ხარ პოლიტიკოსი, ხანდახან უნდა წახვიდე ისეთ რაღაცებზე, რომელიც ხედავ, რომ ეს კარგია ქართული სახელმწიფოსთვის, რომ ამით იმ ტერს კი არ გაახარებ, არამედ დააფიქრებ და ეს ნაბიჯი გადადგმულია. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედით ველოდები შეხვედრას, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ ქართულ საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ ჩვენ კიდე ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად. იმ სახელმწიფოს შესაქმნელად, რომელიც 200 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ ძალიან დიდი მადლობა, თუმცა ეს არის სწორედ სადაო თემა, სხვა შორის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაზე როცა არის საუბარი, ოპოზიცია ამბობს, რომ ყველაფერი რომ დავივიწყოთ სახელმწიფოზე როცა არის საუბარი, მთავარი რის გამოცო სააკაშვილი უნდა წავიდეს, არის აგვისტოს წაგებული ომიო. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ გისურვებთ წარმატება და 26 მაისს ვინ იდგება რუსთაველზე, მე კვლავ მინდა ეს კითხვა გავიმეორო, იმიტომ რომ ამაში დევს მთელი შინაარსი. ოპოზიცია ამბობს, რომ თუ არ წავა სააკაშვილი, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს. ამ დროს ჩვენ გვესმის უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ თუ კი იქნება პიკეტირება, რაღაც არაკონსტიტუციური და მაგისტრალების გადაკეტვა და ასე შემდეგ, მაშინ აქცია დაიშლება. ეხლა რაც ვნახეთ იმ კადრების მიხედვით, ტყვიების სროლა, პლასტიკური ტყვიები იყო თუ რეზინის და ასე შემდეგ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თქვენ დაარბებთ, დაშლით თუ კი 26 მაისს იქ იდგება ოპოზიცია. ჩვენ გაგვიცხადებია, რომ ეს არასოდეს არ იყო ჩვენ ინტერესში, იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა რომ ქართულ საზოგადოებას კიდე ერთხელ ჩვენ დაგვენახებინა, რომ შეუძლიათ გამოხატოს პროტესტი და ხელისუფლება ითმენს ამას ყველაფერს. მე რა მინდა იყოს 26 მაისს შემიძლია ეხლა გითხრათ, იმიტომ რომ არ მინდა ორგანიზაციული ნაწილი სადვინ იდგება ეს თქვა. მე რა მინდა იყოს და ეს შეხვედრაც არის ერთ-ერთი იმედი ჩემი. მე მინდა იყოს ქართული ჯარი, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა სახელმწიფოსთვის, რომელმაც არ ჩაუგდო რუსებს ხელში და ვერ გაამარჯვებინა. მათი მიზანი იყო ამ ხელისუფლების შეცვლა და დამხობა და იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელიც მათი მართვადია და მინდა იქნეს ადამიანები. ამ ოპოზიციას რუსები მართავე? ქალბატონი, ამას თქვენ ამბობთ, მე არ არა, მე არ ვამბობ, მე თქვენი კი პასუხიდან გამომდინარე ახლა გამიჩნდა ეს. არა, ეს იმ ადამიანებს კონკრეტულად აგვისტოში რო თბილისში შემოსულიყვნენ, გამზადებული ყავდათ. ვინ? ადამიანები. იგორ გიორგაძის აბრაზნი ტიპის ადამიანი. კარგი. და მე მინდა იდგეს ქართული ჯარი, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა, მე მინდა იდგეს ქართული საზოგადოება, რომელიც ერთად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და არ არის გაყოფილი. ჩემი ამორჩეველი, შენი ამორჩეველი და ნეიტრალური ამორჩეველი. ეს არის გაყოფილი, ფაქტია რომ დღეს იდგას ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ელოდება და ფაქტია რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება რომ ყველაფერი ქვეყანაში მოგვარდეს. დიდი მადლობა მიხეილ, დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა. მე ვემშვიდობები მიხეილ მაჭავარიას, მაშასე ხვალ ზუსტად 14 საათზე შედგება ეს შეხვედრა, რომელიც დღეს გაცხადა საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის კახა შარტავა, ირაკლი ალასანია, ლევან გაჩეჩილაძე და სალომე ზურაბიშვილი დასხდებიან პრეზიდენტის პირისპირ. ხვალ იქნება ალბათ ძალიან სერიოზული, ძალიან ცხელი და ძალიან საინტერესო პოლიტიკური დღე. მე გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით მშვიდობას გისურვებთ, ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში კვირას 8 საათზე პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.